არ შეკაშინოთ იმ ფაქტმა, რომ ვანო მერაბიშვილი მე და კიდევ სხვა თანამებრძოლი ან საპრობილეშია, ან მას დევნიან. არავის ეგონოს, რომ ჩვენი რწმენა შეარყიეს. არავინ დაიჯეროს, რომ უკან დავიხევთ. პირიქით, ბრძოლა გრძელდება, ახალი გამოცდილებით, ახალი შთაგონებით, ახალი ენერგიით, ახალი შემართებით. ბაჩო ახალაიამ ეს წერილი ციხიდან გაავრცელა, მისი მეუღლე კი დღეს არჩევანის სტუმარია. მოგესალმებით, ანი, დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. ჩვენ არ მოგვისმენია ბაჩო ახალაიას საბოლოო პოზიცია შეწყალებასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაჩოს სურდა პრეზიდენტისგან შეწყალების მიღება? არა, ბაჩოს ესეთი სურვილი არ ქონდა და სწორედ ამიტომ მას არ მიუმართავს პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ოჯახის წევრებმა, უბრალოდ დედამ გადაწყვიტა მიემართა პრეზიდენტისთვის განცხადებით შეწყალებასთან დაკავშირებით. რამდენად სწორი იყო თქვენი აზრით ეს გადაწყვეტილება? თქვენ იზიარებთ თუნდაც ნაწილობრივ იმ აზრს, რომ შესაძლოა შეწყალების მიღება ან შეწყალების გაცემა ნიშნავდეს ნაწილობრივ ირიბად დანაშაულის აღიარებას? არანაირად ეს არ ნიშნავს დანაშაულის აღიარებას, მეც იურისტი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ეს ესე არ არის. მაგრამ რაც შეეხება ბაჩოს პოზიციას, ის რა თქმა უნდა თავს არ ცნობდა დამნაშავედ, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს განაჩენი გამოუტანეს ქურდებმა, ყველა იმ საქმეში, რომელსაც მას ამდენი წლის განმავლობაში ცილს წამებდნენ და აბრალებდნენ წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ბაჩო გამართა და დადგა სასამართლოს მიერ გამომართლებელი განაჩენები. ჩვენ ოჯახის წევრებმა ჩავთვალეთ, რომ ყველანაირად ქონდა მორალური უფლება ამისაგ, რომ უგულელყო ქურდების მიერ გამოტანილი განაჩენი და მიგვემართა პრეზიდენტისთვის თხოვნით. პრეზიდენტს ქონდა მკაფიო და მკაცრი მოკლე მესიჯი ქურდული სამყაროს მიმართ თავის განცხადებაში, რომელიც მან გაავრცელა ამასთან დაკავშირებით, რომ ვერც ერთ ადამიანს ქურდული სამყარო ვერ გამოუტანდა განაჩენს, რასაც რა თქმა უნდა ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით. თუ მიმართავდით თქვენ როგორც ოჯახი შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს სხვა საქმეებზე რომ დამდგარი იყო გამამტყუნებელი განაჩენი, ვინაიდან პრეზიდენტმა თქვა, რომ სხვა საქმეებზე ასეთი შემთხვევა რომ ყოფილიყო, რომ დანაშაული დამტკიცებოდა ბაჩო ახალაიას, ის შეწყალების აქტს არ გამოსცემდა. არა, რა თქმა უნდა, არ მიმართავდით, გავაგრძელებდით ბრძოლას და დავამტკიცებდით ჩვენს უდანაშაულობას. ამ შემთხვევაში თქვენც აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას სააპელაციო სასამართლოში, მიუხედავად პრეზიდენტის შეწყალებისა. ანი, პრეზიდენტმა რუსთავიორის ეთერში სხვადასხვა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მხოლოდ რამდენჯერმე შეხვდა დათა ახალაიას. აქედან გამომდინარე, დარჩა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მიხეილ სააკაშვილი დისტანცირებას ცდილობდა ახალაიების ოჯახიდან. აი ახლა, როდესაც ბაჩო ერთი წელია ციხეში ზის, როგორი იყო პრეზიდენტის ურთიერთობა მის ოჯახთან? მე რამოდენიმეჯერ შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს და მუდმივად ამ ხნის განმავლობაში გრძნობდი მის მხარდაჭერას. რა ფორმით გრძნობდით თქვენ ამ მხარდაჭერას? თუნდაც გამხნევებით, თუნდაც გვერდში დგომით, ეს ელემენტარული გვერდში დგომაც ადამიანისთვის ამ დროს ძალიან ბევრს ნიშნავს და უბრალოდ თანადგომას როცა გიცხადებს ადამიანი და გეუბნება, რომ ჩვენ მართლები ვართ და გავიმარჯვებთ და ესეთი სულისკვეთება როცა არის, ყოველთვის გრძნობ რაღაცას, ძალას გაძლევს და რა თქმა უნდა ესეთ მხარდაჭერას მუდმივად ამ ხნის განმავლობაში პრეზიდენტისგან მე პირადად გრძნობდი. ანი, დავუბრუნდეთ იმ წერილს, რომლითაც მე დავიწყე ეს ეთერი, რომელიც გუშინ გამოაქვეყნა ბაჩომ. იქ ის ნიშანდობლივია ის, რომ ის ახსენებს თავის სახელს და ვანო მერაბიშვილის სახელს ერთად, როგორც მისი თანამებრძოლის. არადა ჩვენ თუ გავიხსენებთ რამდენიმე თვის წინ წლის დასაწყისში დათა ახალაიას სახელით გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ის ფაქტობრივად ყველა უბედურებაში, ყველა პრობლემაში, რომელიც თავს დაატყდა მის ძმას და აგრეთვე ზოგადად ნაციონალურ მოძრაობას, დათა ახალაია ადანაშაულებდა ვანო მერაბიშვილს. ნიშნავს ბაჩოს გუშინდელი წერილი იმას, რომ ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ერთგვარი დაზავება მოხდა. იცით რა, ეს ესე არ ყოფილა. რა თქმა უნდა, იყო თქვენ დაპირისპირება ასეთი არ ყოფილა, ეს იყო რაღაც მითქმა-მოთქმა და ეს ჭორის დონეზეც დარჩა, იმიტომ რომ დათას წერილი არ დაუდასტურები არც დათას. დიახ, მეც ამიტომ ვთქვი, რომ ეს იყო დათა ახალაიას სახელით გამოქვეყნებული წერილი, ჩვენ არ ვიცით ეს მართლაც მის წერილი იყო თუ არა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დათას Facebook-ი საერთოდ არ გააჩნია, ეს იყო Facebook-ით გამოტანილი რაღაც განცხადება. რაც შეეხება თვითონ კითხვას, ეს იყო ერთი გუნდი,
რომელსაც ბევრი კარგი საქმე უკეთებია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ეს ერთი გუნდი გააგრძელებს ბევრ კიდევ კეთილ საქმეს ქვეყნისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი გარეთ იქნებიან თუ ციხეში გამოკეტილები. როგორ ხედავთ თქვენ პოლიტიკურ მომავალს ბაჩო ახალაისი? შეიძლება მას რაღაც ცალკე პარტია ჰქონდეს? მე ვერანაირად ვერ გეტყვით ბაჩოს თვითონ საერთოდ ერთი წელი არანაირი კონტაქტი არ მქონია ბაჩოსთან და არანაირად არ ვიცი ბაჩო რას ფიქრობს, მაგრამ მე ვიცი რომ ბაჩო მოდიოდა გუნდთან ერთად ამ ერთი წლის განმავლობაში თქვენც ნახეთ როგორი გაუტეხელი და ესეთი პიროვნება არის ბაჩო და დარწმუნებული ვარ რომ ამ გუნდთან ერთად სწორი მიმართულებით გააგრძელებს ისევ ბრძოლას. არა მარტო ბაჩო, თქვენც ძალიან გამოტეხილი პიროვნება ჩანხართ, მე მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ დააფუძნეთ ორგანიზაცია, მას შემდეგ რაც ბაჩო დააპატიმრეს, ორგანიზაციის სახელია თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრი ხვარცხები. რა საქმიანობას ეწევა ეს ორგანიზაცია? ეს არის ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია. მე ეს გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც ბაჩო დააკავეს, ვიცოდი რომ სახში ჯდომით და არაფრის კეთებით მე ბაჩოს ვერაფრით ვერ დავეხმარებოდი, ამიტომ რაღაც უნდა გამეკეთებინა, მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება. ჩვენ გვაქვს უფასო იურიდიული კონსულტაციები, რომლითაც ვეხმარებით ბევრ ადამიანს ძალიან. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეხა ამ წუთას რა თქმა უნდა მიკერძოებული პირი ვარ და ბაჩოს თემა არის მთავარი, ვმუშაობთ სასამართლო საქმეებზე. და გვერდში გვიდგანა ძალიან კვალიფიციური იურისტები და ადვოკატები. ანი, თქვენ თქვით, რომ ერთი წელია ბაჩოსთან კონტაქტი არ ქონიათ და ის არ გინახავთ. თქვენ არ გაქვთ ოჯახის წევრებს ზოგადად გულისხმობ საშუალება, რომ ბაჩოსთან კონტაქტი გქონდეთ, რომ ვინაიდან ბაჩო მუდმივად თუნდაც რაღაც დისტანციური არა, მხოლოდ სასამართლოზე ხედავ ბაჩოს. ხედავთ უბრალოდ რეალურად ვიზუალური კონტაქტია. მარანაირად მეუფლება არ მომცეს ბაჩოსთან შესვლის. ეს არის პროკურატურის გადასაწყვეტი, ვინაიდან ბაჩო არის მუდმივად წინასწარ პატიმრობაში. მის ჯილი უნდა იყოს, ესე ვთქვათ, რომ პაივნის უფლებით ვისარგებლოთ, თუ არა და პროკურატურა წყვეტს სხვა შემთხვევაში და ეს უფლება მე არ მომცემია. ეს ძალიან საინტერესო თემაა, წინასწარი პატიმრობა, რაც თქვენ ახსენეთ, ერთი წელია ფაქტობრივად ბაჩო ციხეშია, მაგრამ ეს არის წინასწარი პატიმრობა, დაუსრულებელი წინასწარი პატიმრობა. თქვენ ამას როგორ ახსნა განმარტებას აძლევთ, რატომ ხდება ეს ასე? რომ რეალურად ვიდრე ერთ საქმეზე დადგა მხოლოდ ხო გამამტყუნებელი განაჩენი, მანამდე არც ერთი საქმე დასრულებული არ იყო, მაგრამ ერთი წელია შეუჩერებლად ბაჩო ახალაია არის ციხეში. საერთოდ კონსტიტუციით მინიჭებული აქვს ადამიანს უფლებები, რაღაც უფლებები და რაღაც შეზღუდვები. ხო 9 თვეზე მეტი პატიმრობა, წინასწარი პატიმრობა ადამიანისთვის ზოგადად არანაირად არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ ეს უკვე ერთ წელიწადში გადაიზარდა და კიდევ აგერ ახალი ბრალიდან გამომდინარე კიდევ წინასწარ პატიმრობაში რჩება ბაჩო, ესეც რამდენიმე თვე, კი, რა თქმა უნდა, რამდენიმე თვე სანამ სასამართლო პროცესები დამთავრდება. ესე შეუძლია დაუსრულებლად ყავდეთ ბაჩო წინასწარ პატიმრობაში. კონსტიტუციით არის ეს შესაძლებელი თქვენ როგორც იურისტი? ცით როგორ არის ზოგადად წერია რომ 9 თვეზე მეტი არ შეიძლება, მაგრამ ალბათ ესეც ერთ საქმეზე. დიახ, მაგრამ ესეთი ისტორიაში არ მოხდარა, რომ ყოველი განაჩენის წინ და ყოველი 9 თვის შემდეგ ადამიანს ახალ ბრალს უყენებდნენ. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შეგნებულად ხდება, რომ როდესაც რაღაც საქმე დასასრულს მიუახლოვდება, ჩნდება ახალი ბრალი? რა თქმა უნდა, ზუსტად ამ დროს, როდესაც რაღაც საფრთხეს იგრძნობს ხელისუფლება, რომ ბაჩომ შეიძლება დატოვოს ციხე, ჩნდება ახალი სასაცილო ყოველდღე უნიჭო შეთითხმული ბრალდებები. რა თქმა უნდა, სასამართლო პროცესებზე ჩანს, რომ ეს ძალიან სასაცილო და ამ საცირკო წარმოდგენებს ჩვენ უკვე ერთი წელია თვალს ვადევნებთ. მთელმა საზოგადოებამ ნახა პროკურატურის უსუსურება, მაგრამ მათი პრინციპი არის, რომ ბაჩო იჯდეს. მე რა რომ თავს იმასხარავებენ, თავარია. რა შეჭირდებათ ეს მათ? თქვენ როგორ ფიქრობთ? მათ არ უნდათ რომ ბაჩო გამოვიდეს და საზოგადოებას გასცეს კითხვებზე პასუხი. ალბათ ეშინიათ რაღაცებზე არ მიიღონ ის, რითაც როგორც ჩანს მოვატყუეს ქართული საზოგადოება. თქვენ აპირებთ საერთაშორისო სასამართლოს მიმართოთ, თუნდაც ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ბაჩო ახალაია ამდენი ხნის განმავლობაში როგორც წინასწარ პატიმრობაში ყოფი ადამიანი ზის ციხეში. ჩვენმა ორგანიზაციამ უკვე მიმართა აღკვეთი ღონისძიებასთან დაკავშირებით, ანუ საქმესთან დაკავშირებით არა, ნუ იცით რომ
ყველა საქმეში გამართლდა ბაჩო, 4 ბრალდებაში გამართლდა ბაჩო. ორი საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ორი საქმე, მაგრამ რამდენიმე ბრალდება სხვადასხვა ბრალდება იყო. დიახ, ეხლა ეს არის მეხუთეზე ქურდების საქმეზე გამტყუნდა და ეხლა არის მეექვსე ბრალი. ერთი წლის განმავლობაში. ჩვენ მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს ჯერჯერობით პასუხი არ ვიცით, იქაც ხო ვიცით თავისი ყველაფერს. აღკვეთი ღონისძიებასთან დაკავშირებით, ანუ ძალიან ბევრი დარღვევა იყო საქმეში პროკურატურის მხრიდან, ასევე იყო დარღვევები სასამართლოს მხრიდანაც, როდესაც ბაჩო დატოვეს წინასწარ პატიმრობაში. თქვენ ელით რომ ეს პროცესი შეიძლება ასე გაგრძელდეს და კიდევ ახალი ბრალი გამოჩნდეს ბაჩოს წინააღმდეგ, ვისაც რომ ის დარჩეს პატიმრობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ 6 ბრალით არ შემოიფარგლება დღევანდელი ხელისუფლება. ბაჩოს წაუყენებენ კიდევ უამრავ ბრალს იმისათვის, რომ წინასწარი პატიმრობა მისი გაჭიმონ და ის ამყოფონ ციხეში გამოკეტილი. ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული. ანი, თქვენთვის აი ეს განაჩენი, რომელიც დაგაგულისხმობ გამამტყუნებელსაც და ორ გამამართლებელს, რამდენად მოულოდნელი იყო? ჩემთვის მართალი გითხრათ, მოულოდნელი იყო ძალიან ეს გამამტყუნებელი განაჩენი, თორე გამამართლებელი ნამდვილად არ იყო მოულოდნელი, იმიტომ რომ მე თვითონ ვესწრებოდი ყველა პროცესს, როგორც კი შემეძლო, ყველანაირად ვცდილობდი, რომ საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა მესიჯები თუ რა ხდებოდა იქ და Facebook-ის სოციალური ქსელის საშუალებით ვაქვეყნებდი ყველა პროცესს, ყველა მნიშვნელოვან სიტყვა-პასუხს, რაც ხდებოდა სასამართლოზე. უამრავი ხალხი ყოველთვის გავსებული დარბაზი იყო უცხო ადამიანების, დაინტერესებული პირების, რომლებიც ესწრებოდნენ ამ სასამართლოს და ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს იქნებოდა გამამართლებელი განაჩენი. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მოსამართლე რატომღაც არ ვიცი, მე ვერ ვიტყვი ხა ესე ჰაერზე ალბათ ყველაფერი გამოჩნდება თავის დროზე, რატომ შეასრულა ქურდების დავალება და რატო გამოიტანა სწორედ ამ საქმეში გამამტყუნებელი განაჩენი. თორემ თქვენ ამბობთ პროცესის საქმის განხილვა აქაც ისე მიდიოდა, რომ ლოგიკურად უნდა მისულიყო გამართლებამდე აქაც. დიახ, რა თქმა უნდა, ამ საქმეში იყო ჯერ ერთი პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ამ საქმეზე უკვე არის სამივე ინსტანციის განაჩენი სასამართლოსი, სადაც ყველა საქმეში ქურდები არიან გამტყუნებული, იმიტომ რომ ისინი ითვლებოდნენ ინიციატორად ბუნტის. თქვენ კადრებიც გახსოვთ კარგად, როდესაც ერთ-ერთი კანონიერი ქურდი რეკავს და ესე ჭყალებში ვიტყვი, ატეხეთ შუმოკი და აყევით და აიყოლეთ მთელი ციხე. ეს საზოგადოებას შეძრება მივიწყებულიც აქვს, მაგრამ ადვილად გაიხსენებს ამ კადრებს, იმიტომ რომ ეს სულტრიალებდა ტელეეთერებში. რაც შეეხება თვითონ ჩვენებებს, მათ აქვს დაწერილი თითოეულს მათგანს აქვს დაწერილი უამრავი ჩვენება, 10-მდე ჩვენება, რომელიც აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგო ყველა და მე ძალიან მაინტერესებს მოსამართლე რომელ ჩვენებას დაეპყრო. თუნდაც თავარი მოწმე, ციხის დირექტორი მაშინდელი სინაურიძე, კარგად ცნობილი კორტავას საქმეში, კორტავას მკვლელობის საქმეში. ეს ადამიანი დღეს არის, ესე ვთქვათ, გაპარებული ქვეყნიდან. და მაშინ, როდესაც ბაჩო ახალეს უყენებენ ბრალს, ახალ ბრალზე მაკლაპარაკი გირგულიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირებისთვის პრივილეგირებული პირობების შექმნა ციხეში, თვითონ ამ ხელისუფლებამ კორტავას მკვლელობაში ბრალდებული ადამიანები გააპარა, საზღვარზე გააპარა და ისინი დღეს იმყოფებიან საზღვარ გარეთ. ანი, თქვენ თვლით, რომ ამ ბრალდებებიდან ყველა აბსურდულია. არ თვლით, რომ ბაჩოს იმხელა თანამდებობები ჰქონდა და იმდანად მასშტაბური იყო მისი საქმიანობა, რომ შესაძლოა იქ მომხდარიყო რაღაც კანონდარღვევა. იცით რა არის, ეს კითხვა ცოტა ერთი წლით ადრე რო დაგესვათ, შეიძლება დავფიქრებულიყავი უფრო, მაგრამ ეხლა რაც სასამართლოზე დამტკიცდა ყველაფერი კარგად დაინახა, ეს იყო ყველაფერი მოარული ჭორები და ლეგენდები, რაც დადიოდა ბაჩოს ირგვლივ. რატომ გაჩნდა ეს ლეგენდები? რატომ იქცა ბაჩოს სიმბოლოდ ერთგვარი დანაშაულებრივი სისტემის ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ვინაიდან მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი სისტემა და ამ სისტემის სიმბოლოდ იქცა ბაჩო ახალაია. რატომ? ძალიან ერთი მარტივი პასუხი მაქვს. ბაჩო ებრძოდა
უდიდეს მონსტრს, ესე ვთქვათ, ქურდულ სამყაროს ძალიან ახალგაზრდა ასაკში დაუპირისპირდა იგი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცოდა, რომ თავის სიცოცხლესაც უქმნიდა ამით საფრთხეს, თავის ოჯახსაც უქმნიდა ამით საფრთხეს, არც ერთი წუთით არ დაიხია უკან და ეს დღეს სადაო საკითხი არ არის, რომ ბაჩო მთელი თავისი შეგნებული ამ მუშაობის პერიოდში ებრძოდა კანონიერ ქურდებს. ეს შავი პიარის მანქანა არის ამოქმედებული სწორედ მათგან. და სხვათა შორის ძალიან კარგად აქვს ასახული ეს ფაქტები თვითონ სოზარ სუბარს თავის ანგარიში საპარლამენტო მოხსენებაში ომბუდსმენობის პერიოდში. როდესაც ის წერს, რომ როდესაც სანამ ბაჩო ახალაია მოვიდა რა ხდებოდა ციხეებში, როგორ მართავდნენ მაყურებლები და ქურდები სიტუაციას, როდესაც მოვიდა ახალგაზრდა ბაჩო ახალაია, როგორ დაამყარა მან წესრიგი და ის რომ ხდება რაღაც ჭორების მოგონება, სწორედ ეს უწერია მას მოხსენებაში. ეს ყველაფერი არის შავი პიარის მანქანა წამოსული ამ ქურდული სამყაროდან. სხვანაირად იმ წუთას ისინი ვერ გაუმკლავდებოდნენ ბაჩო ახალაიას, ამიტომ ჭირდებოდათ მისი მოშორება იქედან და აგორებდნენ აი ასეთ შავ პიარს და უქმნიდნენ ლეგენდებს. ბაჩოს მართალია არასდროს არ გაუწია პასუხი, ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ ჰქონდა თვენის ვალდებულება და სწორედ იმიტომ ჩამოვიდა საქართველოში ბაჩო და განაცხადა თავის პირველ განცხადებაში არჩევნების მერე, რომ ის მზად იყო გაეცა ყველა კითხვაზე პასუხი. Ani am მერწლიანი გადმოსახედიდან, როდესაც თქვენ იცით როგორ წავიდა ბაჩო ახალაიას ისტორია მას შემდეგ, რაც ის ჩამოვიდა საქართველოსთან, თქვენ თვლით, რომ ის სწორად მოიქცა, როდესაც დაბრუნდა საქართველოში? რა თქმა უნდა, ბაჩო არც აპირებდა დიდი ხნით წასვლას, უბრალოდ იმ პერიოდში შეგნებულად გაეცალა სიტუაციას, ვინაიდან გახსოვთ ალბათ იყო რაღაც ჭორები, რომ თითქოს რაღაც უკანონო ბანდფორმირებები ყავდა მას და შეეცაძლო ყოფილი იყო, რომ რაღაც არეულობა გამოეწვიათ არჩევნების შემდეგ, ამიტომ შეგნებულად გავიდა ქვეყნიდან, სულ რაღაც რამოდენიმე ერთი თვე იყო ზუსტად, 5 ოქტომბერს წავიდა და 5 ნოემბერს ჩამოვიდა და ზუსტად იმას შემდეგ ჩამოვიდა, რაც ახალი მინისტრთა კაბინეტი დაკომპლექტდა და შეუდგა მუშაობას. უკვე შემდეგ ჩამოვიდა, მზად იყო ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი, იმ დღესაც, როდესაც პროკურატურაში დაიბარეს, მიდიოდა დასავლეთისკენ და ქონდა ჩართვა რამოდენიმე ეთერში ერთდროულად, სადაც უნდა გაეცა მთავარი კითხვებისთვის პასუხი, მაგრამ რა თქმა უნდა არც ეს დააცალეს, რომ რაღაცა კითხვებისთვის მაინც გაეცა პასუხი. სასწრაფოდ იმ დღესვე მოხდა ის, რომ რატომღაც 6 ნოემბერს სასწრაფოდ შევიდა ყველა განცხადება ერთდროულად, მათ შორის ქურდების განცხადებებიც 6 ნოემბერს შევიდა პროკურატურაში. დიახ, 6 ნოემბერს და როდესაც ბაჩო დაიბარეს 6 ნოემბერს საღამოს პროკურატურაში ერთ ოთახში ბაჩო ახალაია იკითხებოდა, მეორე ოთახში იკითხებოდნენ ეს ადამიანები და არ იყო დამთავრებული დაკითხვები და ეს ოქმები დანარჩენს საქმეებში ბაჩო არის დაკავებული და ჯერ კიდევ თავარი მოწმეების დაკითხვები გრძელდება, დაზარალებულების ესე ვთქვათ. ნუ რა თქმა უნდა ეს უკვე წარსულს ჩაბარდა, იმიტომ რომ ამ საქმეებში გამართლდა ბაჩო ახალაია, მაგრამ ფაქტი სახეზე რჩება, რომ ეს იყო სპეციალურად გაკეთებული, ძალით მოყვანილი ადამიანები, შეკრებილი ადამიანები, ზოგი მუქარით, ზოგსაც რაღაც თავისი ანგარიშები ჰქონდა ამ ქურდებს გულისხმობ. თუ ქურდებს, ეგრეთ წოდებულ ქურდებს მართლაც ჰქონდათ პრეტენზიები და მართლაც შეიტანეს საჩივარი, მაშინ ასეთ შემთხვევაში პროკურატურა როგორ უნდა მოქცეულიყო? არ უნდა წამოეწყო გამოძიება? იცით რა თქმა უნდა, მაგრამ მათ აქვთ თითოეულს 10 ჩვენება მიცემული, სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო. ერთ ჩვენებაში სხვა რამეს წერენ, მეორე ჩვენებაში სხვა რამეს წერენ. ჩვენ შეგნებულად ცანით დაშვებულად და ესე ვთქვათ, არ გავაპროტესტეთ ეს ჩვენებები სასამართლოში, იმიტომ რომ ყველა ურთიერთგამომრიცხავი იყო და რომელს დაეყრდნობოდა მოსამართლე, ეს იყო მთავარი. ანუ ამ საქმეებზე ყველაზე უკვე იყო განაჩენები გამოტანილი სამივე ინსტანციაში. ეს იყო ესე იგი ძალით და მუქარით მიღებული ჩვენებები თანამშრომლებისა ისეთის მაგალითად როგორც მალხასინაურიძე, იმიტომ რომ სულ სხვა რამეს წერდა მანამდე და შემდეგ უკვე კორტავას მკვლელობის შემდეგ მოხდა ის, რომ სულ სხვა ჩვენება მისცა
დღეს კი ნათელი მაგალითი გვაქვს იმის, რომ ეს ადამიანი საერთოდაც გააპარეს ქვეყნიდან. თუმცა ანი წინა სასამართლოს ხდომის დროს თუ არ ვწდები, დაცვის მხარემ არ გააპროტესტა ეს ჩვენებები, მიუხედავად იმისა, რომ რაზეც თქვენ საუბრობდით, ჩვენებები იყო ურთიერთსაწინააღმდეგო. მაშინ რატომ არ მოხდა მაშინვე ამ ჩვენებების გაპროტესტება? კბილაშვილმა, არჩილ კბილაშვილმა ამაზე ისაუბრა რუსთავიორის ეთერში. დიახ, ზუსტად სწორედ მაგიტომ, რომ თვითონ მოსამართლეს უნდა გაეკეთებინა ამასთან დაკავშირებით ერთი დასკვნა, რომ ეს იყო ძალით შეთითხნილი საქმე, შეკერილი საქმე ბაჩოახალაიას წინააღმდეგ, იმიტომ რომ თვითონ ეს მთავარი მოწმეებიც, ესე ვთქვათ, და ზაზარალებულებიც აძლევდნენ გამოძიებას ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს. უამრავი ჩვენება აქვთ, სულ სხვადასხვა რაღაცები უწერიათ ყველგან. ანუ რასაც გამომძიებელი იმ პერიოდისთვის უკან ნახებდა, იმას წერდნენ და ზოგი ჩვენება საერთოდ არ იკითხება. მე სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე კიდეც და ჯილდოც დავაწესე, ესე ვთქვათ, რომ თუ ვინმე წაიკითხავდა პალატა მამარდაშვილის ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის ჩვენებას, არ ვიცი, თვითონ რა წაიკითხა და როგორ მოაწერა ხელი, ძალიან საინტერესოა. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არც კითხულობდნენ, გამომძიებლები წერდნენ ჩვენებებს და ხელს აწერინებდნენ, რომ რა სიტუაციაში გამომდინარე შეგნებულად არ გააპროტესტა და დაცვის მხარეს უნდოდა, რომ მოსამართლეს ეს ყველაფერი ენახა და მოიტანა შესაბამისი დასკვნები. არჩილ კბილაშვილმა აგრეთვე რუსთავიორის ეთერში თქვა, რომ გარკვეულწილად შეიძლება კარგიც არის, რომ ბაჩოახალაიას ორ საქმეზე გამომართლებელი განაჩენი დადგა, სამაგეროდ შემდეგ საქმეებში ის იმედოვნებს, რომ იქნება გამომტყუნებელი განაჩენი, მათ შორის, როდესაც შემდეგ ინსტანციებში დაცვის მხარე გააპროტესტებს, უბრალოდ ბრალდების მხარე გააპროტესტებს ამ საქმეებს და მაშინ უკვე მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და ბაჩოახალაიას ვეღარავინ ვეღარ შეიწყალებს. ამ თვალსაზრისით როგორ უყურებთ თქვენ? იცით რა, ეხა მაშინ მოდით მე არ ვიცი მომავალში რა ბრალებს წაუყენებს და როგორც გითხარით არც მომარება რომელზეც გაამართლეს. ერთი უკვე შეტანილია. კი ბატონო, ეხა მიმდინარე ბრალი, რაზეც ბაჩო წინასწარ პატიმრობაში რჩება, ეს არის, როგორც აღნიშნე, გირგულიანის მკვლელობისთვის გასამართლებული დიახ, პირებისთვის პრივილეგიების შექმნა ციხეში. პირველ რიგში მინდა დავაფიქსირო ის, რომ სახალხო დამცველს მაშინ არანაირად ანგარიში არ უწერია, რომ ეს ადამიანები რაიმე პრივილეგიით სარგებლობდნენ. თუ ესეც ქონდა ადგილი, მაშინ სახალხო დამცველს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს შედიოდნენ ციხეში ნებისმიერ პატიმართან, შეეძლოთ დაეფიქსირებიან თავიანთ თქმში, რომ თურმე ამ ადამიანებს რაღაც კედელი ქონდათ სხვაფრად შეღებილი. რაც შეეხება ქვეშ დგება არა მხოლოდ ბაჩოახალაიას ბრალიულობა ამ საქმეში, არამედ თავად ფაქტის არსებობა. დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაც შეეხება თვითონ ბაჩოახალაიას ბრალიულობას ამ საქმეში ცოტა სასაცილოა, იმიტომ რომ ყავთ მხოლოდ ერთადერთი მოწმე, ყველასათვის კარგად ცნობილი სასულიერო პირი მამა ნიკოლოზი, რომელიც იმ დროისთვის ციხის დირექტორი იყო, რომელიც ჩვენთან მოვიდა ოფისში, პროკურატურიდან, როდესაც გამოვიდა და თქვა, რომ მასზე პროკურატურაში მოახდინეს ზეწოლა, ემუქრებოდნენ დაჭერით, ასევე მას გარდა დაიჭერდნენ კიდევ 7 ადამიანს. ამის ვიდეო ჩანაწერიც გავრცელდა, კიდევ 7 ადამიანს დაიჭერდნენ და აი რასეუბნები მათ ოჯახებს, რასეუბნები შენ ოჯახებს დაადეხელი ბაჩოახალაიას და ჩვეულებრივად როგორც მოწმე, ისე გააგრძელებს. თქვენ ამბობთ, რომ ეს ერთადერთი მოწმე, ეს ერთადერთი მტკიცებულება ბაჩოახალაიას საწინააღმდეგო? დიახ, ერთადერთია და როდესაც აღკვეთი ღონისძიების საქმე მიდიოდა სასამართლოში, როდესაც ბაჩოს პატიმრობა შეუფარდა ზუსტად ამ საქმეში, იქ პროკურორს ჩვენმა ადვოკატებმა დაუსვეს კითხვა ზუსტად რომ თუ გაქვთ რაიმე სხვა მტკიცებულება, ნებისმიერი სახის მოწმე იქნება ეს თუ რაიმე. რა თქმა უნდა, არანაირი მტკიცებულება მათ თეიმურას ტაბოღუას გარდა, მამა ნიკოლოზის გარდა არანაირი სხვა მოწმე არ აყავთ საქმეში, მაგრამ მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება, რომ წინასწარი პატიმრობა შეეფარდებინა ბაჩოახალაიასთვის. პროკურორმა სიტყვაში, როდესაც მოითხოვა წინასწარი პატიმრობა, თქვა ესეთი რამე, რომ ბაჩოახალაიას ჯერ არ იყო გამოტანილი არც ბოლო ორი განაჩენი, არც გამომტყუნებელი, არც გამომართლებელი, რატომღაც მათ წინასწარ იცოდნენ ამის შესახებ და თქვა ესეთი რამე, რომ ორი განაჩენი არის გამოსაცხადებელი, რომელიც რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ერთზე არის გამამართლებელი, მეორეზე შეიძლება იყოს გამომტყუნებელი და პრეზიდენტი მას შეიწყალებს და ბაჩოახალაია დატოვებს ციხეს და ეს არ უნდა მოხდეს ბაჩოახალაია, ამიტომ ვითხოვთ ბაჩოახალაიას პატიმრობაში ყოფნას. სხვათა შორის მოსამართლესაც
რომლის წინააღმდეგაც ჩვენ ადვოკატებმა შეიტანეს საჩივარი თავის დასკვნაშიც ესეთი რამ უწერია ზუსტად პროკურორის სიტყვებია გამოტანილი რომ ბაჩუახალა შესაძლოა შეიწყალონ ან გამართლდეს და გამოვა ციხიდან მალე აქედან გამომდინარე მას შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა ეს უკვე გადადის ტყვეობაში ეს უკვე არანაირი წინასწარი პატიმრობა არ არის ეს უკვე არანაირი კანონიერი პატიმრობა არ არის თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ბაჩუახალაია დღეს არის ამ ხელისუფლების მძევარი. ის უკვე არის ტყვეობაში და არანაირ კანონიერ პატიმრობაში ის უკვე აღარ არის. როგორია თქვენი მოლოდინი? თქვენ უშვებთ იმას, რომ შეიძლება მომდევნო წლების განმავლობაში ბაჩუახალაია ციხეში დარჩეს? მე როგორც გითხარით, რამდენად ენდობით თქვენ სასამართლოს როგორი იქნება მომდევნო განაჩენები? იცით რა, ესე კონკრეტულად თვითონ სასამართლო სისტემაზე მე ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ხედავთ მოხდა გამამართლებელი განაჩენის ფაქტიც, ხედავთ მოხდა გამომტყუნებელიც. ეს არის ბოლო გამამართლებელი, აქვე უნდა აღვნიშნოთ, ვინაიდან სასამართლოზე ვსაუბრობთ, თქვენ იცით, რომ 3 თვის განმავლობაში იცდიდა მოსამართლე და განაჩენის გამამართლებელი განაჩენის გამოცხადება მოხდა მხოლოდ არჩევნების შემდეგ და მხოლოდ გამომტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ. ეს რაზე მეტყველებს? მოდით ისეთ რა, იმაზე შევთანხმდეთ, რომ ცალსახად სასამართლოზე მიმდინარეობს ზეწოლა. არიან მოსამართლეები, რომლებიც ამ წნეხს უძლებენ, არიან მოსამართლეები, რომლებიც ვერ უძლებენ. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, რომელ მოსამართლეს რა საქმე ექნება მომავალში ბაჩოსი. თუნდაც ეს ბოლო მოსამართლე, რომელსაც აღკვეთი შეუფარდეს, ყოველად უკანონოა, იმიტომ რომ ეს არის არასაპატიმრო მუხლი. 332-ის პირველი ნაწილი. ეს არის მე ყველა ჩემს ნაცნობ იურისტს მიმართე და ვთხოვე, რომ თუ გაიგოთ, რომ თუ იყო ესეთი პრეცედენტი საერთოდ, რომ 332 მუხლის პირველი ნაწილით ადამიანი ყავდეთ პატიმრობაში. ესეთი რამე ჯერ არ მომხდარა. ეს არის ძალიან, ესე ვთქვათ, სუბუქი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან 0-დან 3 წლამდე პატიმრობას. არავითარ შემთხვევაში ამაზე არ შეიძლება ადამიანს მისცეს წინასწარი პატიმრობა. და აღნიშნოთ, რომ ზოგადად ბრალდებებიც ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე საზოგადოების ნაწილი, რომელიც ბაჩუახალაის წინააღმდეგ არის განწყობილი, მოელოდა საერთოდ. იცით რა, არა, მაგას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ თავიდან იყო საქმეები და ბრალდებები, რომ ბაჩუახალაია აწამებდა ჯარისკაცებს, ბაჩუახალაია აწამებდა სპეცნაზელებს. ეს ძალიან მძიმე ბრალდება არის, წამება ადამიანის, მაგრამ კარგად დავინახეთ ყველამ, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ის ლეგენდა და ჭორი, რომელიც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა, რომ ძალიან ადვილად დაიმსხვრა, სწორედ ამიტომ ჩამოვიდა ბაჩო, ზუსტად იცოდა მან თუ რა აქვს გაკეთებული, აქვს რამე დაშავებული თუ არა აქვს დაშავებული. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაჩუახალას რომ რამე ქონოდა დაშავებული, ჩამოვიდოდა და პირდაპირ ესე ვთქვათ, გლის ხახაში შეყოფდა თავს და იტყოდა, აი აგერა ვარ და მოდით და დამიმტკიცეთ, დამნაშავე ვარ თუ არა. ეს იცოდა რა თქმა უნდა ძალიან ცოტა ადამიანმა, მაგრამ ელოდა ის რომ ამ ერთ წელიწადს ციხეში გაატარებდა. რა თქმა უნდა, ბაჩო დარწმუნებული იყო, რომ ბაჩოს დააკავებდნენ. ამაში დარწმუნებული იყო, ზუსტად იცოდა, რომ აი ამ ძნელი და რთული გზის გავლა მოუწევდა, მაგრამ მას ცალსახად ქონდა გადაწყვეტილი და არც არასდროს სხვა რამე არ უფიქრია, ის მას უნდა გაეცა ყველა კითხვაზე პასუხი, ის უნდა დაბრუნებულიყო თავის ქვეყანაში, მან უნდა იცხოვროს ამ ქვეყანაში, მისმა შვილებმა უნდა იცხოვროს ამ ქვეყანაში, არსაწასვლას ჩვენ არ ვაპირებთ და ის უნდა იყოს მართალი თავისი ხალხის და თავის ქვეყნის წინაშე. Ani ჩვენი საუბრის ბოლოს მე დიდი სურვილი მაქვს რომ ერთი პირობა მივიღო თქვენგან, თქვენ ბაჩუახალაიას წარმომადგენელი ხართ, თუ ბაჩუახალაია უახლოეს მომავალში გულისხმობთ თუნდაც მომდევნო თვეების განმავლობაში დატოვებს საპყრობილეს. მისცემს თუ არა ის პირველ ინტერვიუს, ექსკლუზიურ ინტერვიუს რუსთავი 2-ს. იცით, მე გპირდებით, რომ ბაჩო პირველ ინტერვიუს თქვენ მოგცემთ, მაგრამ აი როდის მოხდება ეს მართალი გითხრათ არ ვიცით ამ პირობებში, ამ ხელისუფლების პირობებში, ცოტა რთულად არის ჩვენთვის წარმოსადგენი, რომ ბაჩუახალაიამ დატოვოს საპყრობილე. როდესაც არ უნდა მოხდეს რუსთავი 2 ჯერ კიდევ იარსებებს მაშინაც. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ანი რომ იყავით ჩვენი სტუმარი და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. ჩვენ ამავე თემით რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ უკვე სტუმრებთან და ექსპერტებთან ერთად დავბრუნდებით. მადლობა. დიდი მადლობა.
ბაჩო ახალაიას დასრულებული და დაუსრულებელი სასამართლო პროცესები. პატიმრობაში მყოფი ექს-მინისტრი პრეზიდენტმა შეიწყალა. ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა დაიცვა სახელმწიფო და დაიცვა სახელმწიფო მოღვაწეები. ერთმა დამნაშავე, მეორე დამნაშავე შეიწყალა. კიდევ ერთი განაცხადი იმაზე, რომ კრიმინალური ავტორიტეტები, ორგანიზებული დანაშაული, მაფია დამარცხეს. გადაწყვეტილება პრეზიდენტის მხრიდან შეიძლება ჩაითვალოს როგორც პასუხისმგებლო გადაწყვეტილება. ორი გამამართლებელი განაჩენი. მოსამართლემ ბაჩო ახალაია ადამიანთა წამებაში უდანაშაულოდ ცნო. ბაჩო ახალაიას უკანონო წარუდგინეს ბრალდება და უკანონოდ ყავდა დაკავებული. მე როგორც სახელმწიფო ბრალდებელს მიმაჩნია, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მეტი მტკიცებულებები. ახალი ბრალდება გირგვლიანის საქმეზე. აქვს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები პროკურატურას ექს-მინისტრის წინააღმდეგ. ერთ საქმეზე ვერ დააყენეს განაჩენი, ეს ყველაფერი იყო მოგონილი და დღეს არის ცდილობა საზოგადოება კიდევ ერთხელ შეიყვანოს შეცდომაში. ბაჩო ახალაია სასამართლოს წინაშე. სამოქალაქო სექტორი, ახალაიას ადვოკატები და ოჯახის წევრები. დისკუსია არჩევანში. ბაჩო ახალაიას პროცესებზე საუბარ შენ ახლა დისკუსიით განვაგრძობთ. ახალაიას საქმეები ხელისუფლების მიერ წამოწყებული ეგრეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენის პროცესის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ამიტომ ბუნებრივია ჩვენ გვინდოდა რომ გადაცემაში მონაწილეობა მართველი გუნდის წევრებსაც მიეღოთ, თუმცა მათმა ნაწილმა ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო მოსვლა, ნაწილმა კი სუბიექტური მოსაზრებებით არის სურვა დისკუსიაში ჩართვა. ამიტომ პარიტეტის დასაცავად ჩვენ უარი ვუთხარით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსაც გადაცემაში მოსვლაზე, რომლებიც მზად იყვნენ რომ მოსულიყვნენ და დღეს ჩვენი სტუმრები არ არიან პოლიტიკოსები, ესენი არიან იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი და აგრეთვე ბაჩო ახალაიას ადვოკატი. მოგესალმებით ყველას, მე წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს, ესენი არიან გიორგი ონიანი, გიორგი მშვენიერაძე, ოთო კახიძე, კახა კოჟორიძე, კახი კახიშვილი და ნათია კაციტაძე. ჩვენ გვინდოდა აგრეთვე რა თქმა უნდა ვინაიდან გიორგი ონიანი აქ იმყოფება, ბაჩო ახალაიას ადვოკატი, პროკურატურის წარმომადგენელი ყოფილიყო გადაცემაში, მაგრამ სამწუხაროდ დღის ბოლოს მათგანაც უარი მივიღეთ, ამიტომ ჩვენი სტუმრები თქვენ ხართ მხოლოდ. კახა, მე თქვენგან დავიწყებ საუბარს და დაგისვამთ ფაქტობრივად იგივე შეკითხვას, რის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობდით ბაჩო ახალაიას მეუღლესთან ერთადაც. ერთი წელია უკვე ბაჩო ახალაია ციხეში ზის. ეს ხდება იმის გამო, რომ ეტაპობრივად ხდება მიმდინარეობს საქმეების განხილვა, მაგრამ ეტაპობრივად ხდება ახალი ბრალის წამოყენება, ამიტომ წინასწარი პატიმრობა პერმანენტულად გრძელდება. რამდენად თავსებადია ეს საქართველოს კონსტიტუციასთან და როგორ ფიქრობთ თქვენ, რა რეაქცია ექნებოდა ამ საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მადლობა შეკითხვისთვის. კი, გეთანხმებით, ერთი წელია მიმდინარეობს აღნიშნული საქმის განხილვა, ვიცით ის რომ რამდენიმე ბრალდება ჰქონდა მას წარდგენილი, რამდენიმე საქმესთან მიმართ ორი საქმე დაამთავრა და გამამართლებელი, ერთი გამამტყუნებელი განაჩენით. ამ პერიოდში დასაწყისიდან დღემდე მე არ ვიცი ზუსტად ერთი წელი არის თუ არა გასული, მაგრამ ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით მე ვფიქრობ კანონდარღვევას ადგილი არ აქვს. სხვა საკითხია ის გარემოება, რომ ეტაპობრივად ხდება საქმეებზე, სხვადასხვა საქმეზე ბრალის წარდგენა, ეს რამდენად სწორია. აქაც ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით კანონდარღვევა არ არის. მაგრამ ცხადია, ეს გარემოება აჩენს კითხვის ნიშნებს, რომ ეს ხო არ ხდება იმიტომ, რომ სასამართლომ აი ორ შემთხვევაში გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, ეხლა მესამე შემთხვევაში მოსალოდნელი იყო პრეზიდენტის შეწყალება და ესეც მოხდა და მეოთხე საქმეზე, იმიტომ ხო არ წააყენა პროკურატურამ წაუყენა ბრალი, რომ შეწყალების შემთხვევაში გამომდინარე იქიდან რომ ორ საქმეზე გამართლებელი განაჩენი იყო გამოსული, ის დატოვებდა საპატიმრო დაწესებას. თქვენ გაქვთ ეჭვი რომ ეს არის შეგნებული პოლიტიკა? ბატონო? თქვენ გაქვთ ეჭვი რომ ეს არის შეგნებული პოლიტიკა? არა, მე ასეთ ეჭვებზე დაყრდნობით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მსგავს შეფასებებს არ აკეთებს. უბრალოდ მე ვამბობ იმას, რომ შესაძლებელი ეს გახდეს მსჯელობის საგანი, თუმცა მე არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო ის, რომ ეს არის შეგნებული პოლიტიკა. ჩვენ უნდა ავიღოთ თითოეული ცალ-ცალკე თითოეული კონკრეტული საქმე და იმის მიხედვით უნდა შეფასდეს ბრალდების არსი, მტკიცებულებები და საქმის მასალები განაპირობებენ თუ არა იმას, რომ
ამ კონკრეტულმა პირმა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჩაიდინა ესა თუ ის კონკრეტული დანაშაული. რა სიტყვით წინასწარ პატიმრობაზე, რომელიც განუსაზღვრა მოსამართლემ ბაჩო ახალაიას 332 მუხლისთვის, აი ეს წინასწარი პატიმრობა წინებთან შედარებით უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს, გამომდინარე იქიდან რომ ეს იყო ნაკლებად მძიმე დანაშაული, ხო? თუმცა აქაც ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ამბობს, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულზე არ შეიძლება წინასწარი პატიმრობა. უბრალოდ ჩვენი ორგანიზაციის პოზიცია არის ის, რომ ასეთი ტიპის დანაშაულებზე თუ არ იქნება პატიმრობა გამოყენებული, ეს იქნება უკეთესი. იმიტომ რომ თუმცა სტრასბურგის სასამართლოში ასეთ შემთხვევებში რამდენად სისტემურია ეს გადაწყვეტილებები, იმაზეც მიდის მსჯელობა და არა მხოლოდ ფორმალურ მხარეზე. დიახ, იმაზეც იქნება მსჯელობა და ანუ რისი თქმა მინდა რომ ამ ეტაპზე გამომდინარე იქიდან რომ აი მეოთხე საქმესთან დაკავშირებით ჩვენ არ გვინახავს განაჩენი, უბრალოდ დაემთხვა უბრალოდ განჩინება, დაემთხვა იმ პერიოდს, როცა ჩვენი თანამშრომლობის თითქმის ყველა არჩევნების თემაზე იყო გადართული და ჩვენ ვერ შევძელით ამ საქმეზე ჩვენი მონიტორინგი გაგვეშვა. ნახავთ განჩინებას და იმის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა გავაკეთოთ უფრო სიღრმისეული შეფასება, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულზე მოხდა პატიმრობის შეფარდება, ეს უკვე აჩენს კითხვის ნიშნებს. ჩვენი მიდგომა არის ის, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულზე პატიმრობის შეფარდება არ მოხდეს. იმიტომ რომ ამ ეტაპზე, აი ეს საქმე რო ავიღოთ ჩვენ განცალკევები, დავანებოთ სხვა ბრალდების საქმეებს თავი, ხო? ამ ეტაპზე ამ საქმიდან გამომდინარე, არავინ არ იცის ჩაიდინა თუ არა კონკრეტულმა ბრალდებულმა დანაშაული, ხო? ის ამ ეტაპზე არის უდანაშაულო. ამიტომ როცა პატიმრობის შეფარდება ხდება, ეს უნდა იყოს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევები და ამ შემთხვევაში ალბათ საკამათო იქნება ეს განსაკუთრებული შემთხვევა ქონდა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში და შესაბამისად ალბათ მით უმეტეს მაშინ, როდესაც ერთი წელი უკვე ამ ადამიანს გატარებული აქვს ციხეში. შესაძლებელია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაიცვას ბაჩო ახალაის ინტერესები სტრასბურგში. შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა. ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს სახელების და გვარების მიხედვით, თითოეულ კონკრეტულ საქმეში, სადაც იქნება მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევები და საფუძველი გვექნება იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მაღალი ალბათობით დაადგენს დარღვევას და დარღვევა ესეთი მნიშვნელოვანი სახეზე იქნება, რომ მიმართვას ექნება აზრი. და ჩვენ ორგანიზაციას აქვს მსგავსი კრიტერიუმები, ამ შემთხვევაში ცხადია თუ იქნება დაინტერესება ბრალდების მხარისაგან არ არის გამორიცხული მსგავსი. სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიმართავ. ნათია, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ გეჩვენებათ, არის თუ არა ბაჩო ახალაიას პროცესები გაწერილი? ხომ არ გეჩვენებათ, რომ ხელოვნურად ხდება დროში ამ პროცესების გაწევა? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე წმინდა სამართლებრივ შეფასებას გავაკეთებ ალბათ უფრო ვიდრე ის რომ თქვათ ვარაუდებს რაღაც დაფუძნებული მსჯელობა მოვიყვანო. მე კახას დავეთანხმები, წმინდა სამართლებრივად თუ შევხედავთ ამ საკითხს, ბუნებრივია ყველა ახალი ბრალის წაყენების შემთხვევაში პროკურატურას შეეძლო აღკვეთი ღონისძიების მოთხოვნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით და ყველა ამ ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლო ხელახლა მსჯელობს, რამდენად არის აუცილებელი რომ შეეფარდოს პირს ესა თუ ის ამა თუ იმ ტიპის აღკვეთი ღონისძიება და აქ ბუნებრივი არ არის საუბარი ავტომატურად თქვათ პატიმრობაზე, თუმცა რა თქმა უნდა იმის უფლებაც აქვს პროკურატურას რომ პატიმრობა მოითხოვოს კონკრეტული აღკვეთი ღონისძიების სახით და ყველა შემთხვევაში სასამართლომ იმ კრიტერიუმების მიხედვით უნდა იმსჯელოს, რაც ასევე გაწერილი არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, თქვათ არსებობს თუ არა მიმალვის საფრთხე, შეუშლის თუ არა ხელს გამოძიებას, მტკიცებულებებს გაანადგურებს თუ არა მოწმეების ეწოლა იქნება თუ ასე შემდგომ. ამიტომ თუ კი წმინდა სამართლებრივად შევხედავ და კანონის მოთხოვნების დარღვევას, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორმალურად ადგილი არ ჰქონდა. თუმცა მე ალბათ გამიჭირდება კონკრეტული სასამართლოს გადაწყვეტილებები, აი პატრამდნად შეუფარდა სწორად და ამ კანონების მოთხოვნის პრინციპების დაცვით აღკვეთი ღონისძიება, ეს გამიჭირდება რომ ვთქვა იქიდან გამომდინარე რომ მე არ ვიცნობ იმ განჩინებებს, რომელთაც შეეფარდა მას აღკვეთი ღონისძიებები არც ერთ საქმეზე, თუმცა ჩვენ ამ საქმეების შესწავლას ვახორციელებთ სახალხო დამცველის აპარატს ზოგადად არა მარტო ბაჩო ახალაიას, არამედ ყველა გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით და საბოლოოდ ეს საქმეები მოხდება
სახალხო დამცველის ანგარიში და იქ შეფასება იქნება გაკეთებული ამ განჩინებებთან დაკავშირებითაც, რამდენად აღკვეთი ღონისძიების დროს დასაბუთებული იყო, შეფარდების დროს დასაბუთებული იყო სასამართლოს განჩინებები. აქ აუცილებლად უნდა ვთქვა, ის თქვენ საუბრობდით ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. ევროპის სასამართლო არ ამბობს არც იმას, რომ თქვათ ნაკლებად მძიმე დანაშაულზე არ უნდა შეფარდეს, ისე როგორც ჩვენი კანონმდებლობა. კახამ ამაზე აღნიშნა, აქ საუბარი იმაზე, ყველა თითოეულ შემთხვევაში რამდენად დასაბუთებული არის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს გადაწყვეტილება. იქ არის მთავარი, რამდენად არ უნდა იყოს შაბლონური ეს გადაწყვეტილება და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს სასამართლომ. იმ გარემოებებიდან გამომდინარე, მიიმალებოდა თუ არა ეს ადამიანი, იყო თუ არა საფრთხე რომ მოახდენდა ზეწოლას, მოწმეებს, ან გაანადგურებდა მტკიცებულებებს და ასე შემდეგ. თქვენ სწავლობთ თუ არა ამ საქმეებს ასე საფუძვლიანად? ჩვენ ასე საფუძვლიანად დიახ, ამ ეტაპზე ვინაიდან არ არის დამთავრებული მთლიანად პროცესი, ბაჩუ ახალაიას შემთხვევაში, იმიტომ რომ გრძელდებოდა და ასე შემდეგ, ჩვენ საბოლოო ჯამში ამ წუთას ესეთი კონკრეტული დასკვნა გაკეთებული არ აქვს, თუმცა ეს აუცილებლად მოხდება ისევე როგორც სხვა საქმეები, ასეთი გახმაურებული, განსაკუთრებით აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ნაწილში. აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ როდის მას შემდეგ რაც გარკვეული საქმეები უკვე დასრულდა. დიახ, თუმცა მოხდება ეს საპარლამენტო ანგარიში, ანუ ჩვენ ბუნებრივია კონკრეტული არ ვახდენთ ვთქვათ როგორც ადვოკატები და ასე შემდეგ ამ კუთხით შესწავლას ხო უფრო სისტემური მიდგომა არის სახალხო დამცველის აპარატში და ბუნებრივია მთლიანად პროცესებზე არა მარტო ვთქვათ ახალაიას პროცესზე ვთქვათ ორიენტირებული არამედ ზოგადად რა ტენდენცია აღკვეთი ღონისძიებების შეფარდების კუთხით და ამ კუთხით შეგვიძლია ვთქვათ რომ მიდგომა ნამდვილად შეიცვალა გარკვეულწილად შეინიშნება ისიც რომ ცალკეულ საქმეებში უფრო დასაბუთებულია თუნდაც ის რომ გირაოს გამოყენების ტენდენცია უფრო არის მეტი მაღალი ვიდრე პატიმრობის სახით შეფარდების მაგრამ ყველა აი ამ ტენდენციაზე და მათ შორის ახალაიას საქმესთან დაკავშირებითაც იქნება საუბარი როგორც ვთქვი სახალხო დამცველის ანგარიშში საბოლოო ჯამში თუმცა მაგალითად სახალხო დამცველი გამოვიდა ინიციატივით რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის შესასწავლად შექმნილი იყო კომისია ხომ არ აპირებთ რომ შეიძლება თქვას ქვეყნის ნომერ პირველი ბრალდებულისთვის გულისხმობ ბაჩუ ახალაიას მათ შორის ვანო მერაბიშვილის საქმეების შესასწავლად აგრეთვე ჩამოყალიბდეს მსგავსი კომისია ლაფანყურის შემთხვევაში იქიდან გამომდინარე რომ ამ საქმეზე არსებობს ძალიან ბევრი სხვადასხვა მოსაზრება არა მარტო თქვა სამართლებრივი კუთხით არამედ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებითაც იმიტომ რომ და ეს უკვე ნაწილობრივ არის შესული სახალხო დამცველის წინა ანგარიშში აქედან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ წმინდა ფაქტების დადგენის კუთხით და კონკრეტული ადამიანებისგან ინფორმაციის შეგროვების მიზნით აქ თქვენ ასეთ საჭიროებას ჯერ ვერ ხედავთ? ვფიქრობთ რომ ყოველ შემთხვევაში ბაჩუ ახალაიას და ეს არის კონკრეტული ინდივიდუალური საქმეები რომელზედაც სასამართლოშიც უკვე წავიდა საქმე მაგრამ ლაფანყურის შემთხვევაში ჯერ გამოძიება არც დასრულებულა და ინფორმაცია წმინდა სისხლის სამართლის პროცესიდან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს და არავის ხელი არ მიუწვდება მით უმეტეს ამ საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს მაგრამ ლაფანყურის შემთხვევაში იქიდან გამომდინარე რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ რა ეტაპზეა თქვათ რა ფაქტებზეა საუბარი და ასე შემდეგ ნაკლები ინფორმაცია არსებობს მაშინ როცა ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს იმაზე რომ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია ვრცელდება ხომ და ეს გარკვეულწილად სახალხო დამცველს ამ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა წინა წლის განმავლობაშიც იყო მიღებული გადაწყვეტილება რომ ეს ფაქტები რაღაცნაირად თავმოყრილი იყოს და ამან განაპირობა და იქ მიმეორებ გამოძიება გრძელდება თუმცა ბაჩუ ახალაიას და სხვა საქმეებში სასამართლოში წავიდა საქმე ამიტომ გამოძიების ესეთი საჭიროება ალბათ არის განსხვავება არის კახი თქვენთვის რამდენად მისაღებია ბაჩუ ახალაიას ასეთი დაუსრულებელი პატიმრობა რატომ არ შეიძლებოდა ის არ ყოფილიყო წინასწარ პატიმრობაში და საქმეების გამოძიება და საქმეების განხილვა ისე გაგრძელებულიყო ცოტა რთულია ახლა საუბარი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე, იმიტომ რომ იურისტი ვარ და ფრთხილი ვარ შეფასებებში, მაშინ როდესაც საქმის მასალები და დეტალები შესწავლილი არ მაქვს, მაგრამ ფაქტები ცხადყოფს, ხო, რომ რეალურად სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვის შედეგად სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, ერთში გამამყუნებელი განაჩენი და მიუსაჯა 3 წელი და 9 თვე, რაც ასევე შემდგომში პრეზიდენტის მიერ შეწყალებული იქნა და ახლა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს. ახლა დღეს ვერ ვისაუბრებ მე კონკრეტულად ქონდა თუ არა სასამართლოს საფუძვლები გამამართლებელი განაჩენის ან გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, მაგრამ ფაქტია, რომ უბრალოდ საზოგადოების ინტერესი ამ საქმეების მიმართ მაღალია, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უფრო კარგად უნდა იყოს ინფორმირებული საზოგადოება, მათ შორის პროკურატურის მხრიდანაც
და სასამართლოს მხრიდანაც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. ახლა, როდესაც უბრალოდ ესე დიდხანს ვერ გაგრძელდება, რომ ორივე მხარე კმაყოფილია. სასამართლო აცხადებს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ იყო და გამომიტანე გამომართლებელი განაჩენი და პროკურატურა აცხადებს, რომ აგერ ნახეთ რა მაგარი სასამართლო გვაქვს, გამომართლებელი განაჩენები გამოაქვთ, უნდა გვიხაროდეს. ახლა ესე ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ გამომართლებელი განაჩენი რო გამოდის, კონკრეტულად ჩემი აზრით უნდა იყოს мотиваცია. თუ პროკურატურა თვლის, რომ გამომართლებელი განაჩენი გამოიტანა სასამართლომ იმიტომ, რომ პოლიტიზირებული მოტივი იყო, ან მოსამართლეს ჰქონდა განზრახვა არაკანონიერი დანაშაულებრივი განაჩენის გამოტანისა, თავად უნდა იყოს ამ საკითხის შესწავლით დაინტერესებული და ბუნებრივია ესეც უნდა დასაბუთდეს. იმიტომ რომ თუ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდა, რასთან უნდა შეიძლება გქონდეს საქმე? სამია, ხო? ერთი არის ის, რომ მოსამართლემ გამოიტანა განზრახ არასწორი გადაწყვეტილება, მეორე რომ პირი არის უდანაშაულო და მესამე რომ ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ პროკურატურამ იმ მტკიცებულებებით, რომელიც წარუდგინა სასამართლოს, ვერ დაადასტურა ბრალი. სამივე შემთხვევაში თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელი შემთხვევაში შეიძლება იყოს სახეზე? სამივე შემთხვევაში თანამდებობის პირებმა პასუხი უნდა აგონ კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. თუ პირი იყო უდანაშაულო და ამიტომ გამოიტანა სასამართლომ გამომართლებელი განაჩენი, მაშინ უნდა კითხონ იმ გამომძიებელს და პროკურორს, რომლებიც არწმუნებდნენ ხელმძღვანელობას, რომ ეს საქმე სასამართლოში თავს დაიჭერს და დასრულდება გამომტყუნებელი განაჩენი. იმიტომ რომ ამ საქმის უკან დგანან ასევე დაზარალებულები. და თუ დაუშვათ ადამიანს ბრალდებულს კონკრეტულად ბაჩო ახალას ჩადენილი აქვს დანაშაული და შენ ვერ დაუმტკიცე, ეს არ არის ახალაიას პრობლემა. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ის დაზარალებულები, რომლებიც მოვიდნენ შენთან მათი უფლებების აღსადგენად და დასაცავად, მათი ინტერესების დაცვა ვერ განხორციელდა. ამიტომ მე ვთვლი საერთოდ, რომ კონკრეტულად როდესაც საქმეები სრულდება პროკურატურაში გამომართლებელი განაჩენით, პასუხისგებელი პირი უნდა გამოიკვეთოს. თქვენ როგორი შთაბეჭდილება გრჩებათ, კახი, ამ შემთხვევაში რომელ შემთხვევასთან გქონდა საქმე? ვერ გეტყვით, იცით ამ სასამართლოს მიმართ საერთოდ ადრე როგორი ნდობა იყო, გახსოვთ თქვენ, 80% ენდობოდა, 20% არ ენდობოდა. ახლა დღეს მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც 100% აღარ ენდობა, იმიტომ რომ ის 20%-ით, რომელიც მიმტკიცებდა, რომ ძალიან კარგი სასამართლო ყავს და დამოუკიდებელი, დღეს თავად აცხადებს, რომ სასამართლო პოლიტიზირებული, მაშინ, როდესაც გამოაქვს იმ სასამართლოს მათთვის არასასურველი გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ ხელაღებით ვერ ვილაპარაკებ ახლა, როგორ შეიძლება მე ხელაღებით ვილაპარაკო, რომ არა სასამართლომ გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება და პროკურატურამ დაასაბუთა ბრალი. ამას მე ვერ ვიტყვი უბრალოდ, იმიტომ რომ იურისტი ვარ, შეიძლება ეგ პოლიტიკოსმა თქვას, მაგრამ ფაქტია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს, ეს ხომ მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაა. სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს ეს საქმეები და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უფრო ნათლად დავინახავთ ჩვენ რასთან ქონდა საქმე. ეს იყო კონკრეტულად პირველი ინსტანციის მოსამართლის მიკერძოებული და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, თუ ეს იყო პროკურატურის არასწორი დაუშვათ სტრატეგია ან არასაკმარისი მტკიცებულებებით წარდგენილი ბრალის დასაბუთება. აი იგივე მაგალითად შემიძლია თქვა ახალ ციხის საქმესთან დაკავშირებით. გახსოვთ თქვენ, რამხელა აჟიოტაჟი მოყვა, როდესაც წამებაში ბრალდებული პირები პირველი ინსტანციის სასამართლომ ახალ ციხის სასამართლომ გაამართლა. მაშინ მე მოვისმინე პროკურატურის პოზიცია, რომ იქაც იყო საუბარი, აი სასამართლომ ვიღაცის ინტერესები რაღაც შეასრულა, აპელაციაში დავამტკიცებ ჩვენ სიმართლეს. აი ამ გადაწყვეტილებასაც ველოდები, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამ ერთ წელიწადში ისეთი რეფორმები ვერ განხორციელდა ვერც ერთ მხარეს და ვერც მეორე მხარეს, რომ ნდობა ყოფილიყო ამაღლებული კონკრეტული ინსტიტუტების მიერ, მაგრამ საქმის მასალები ბუნებრივია, ხო ჩვენთვის ისეთი ხელმისაწვდომი არ იყო, როგორც მაგალითად მხარეებისთვის. გიორგი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა იყო იმის მიზეზი, რომ ორ საქმეზე დადგა გამომართლებელი განაჩენი? მტკიცებულებები არ იყო საკმარისი, ეს იყო პროკურორების სისუსტე თუ სასამართლოს პოლიტიზებულობა? ან შეიძლება მეოთხე იყოს, რომ უბრალოდ უდანაშაულოა ადამიანი? ადამიანი უდანაშაულოა, ფაქტია, იმიტომ რომ სასამართლო მისცნო უდანაშაულოთ და ის უდანაშაულოდ ითვლებოდა მანამდე, სანამ სასამართლო ამ გადაწყვეტილებას გამოიტანდა, იმიტომ რომ ყველა პირი ითვლება უდანაშაულოდ, სანამ მისი დამნაშავეობა კანონით დადგენილი წესით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით არ დადასტურდება და ბაჩანა ახალაია დღესდღეობით წაყენებულ ბრალთან მიმართებაშიც ითვლება უდანაშაულოდ. რაც შეეხება მეორე საკითხი არის, რამ განაპირობა სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი გამომართლებელი განაჩენი და მე გავიზიარებ იმ კონტექსტს, რაც კოლეგებმა თქვეს, იმასთან დაკავშირებით, რომ შეუძლია
შესაძლებელია ჩვენ ვიმსჯელოთ დოკუმენტების გარეშე, როგორც იურისტებმა და რაღაც ჩვენი შეფასებები გავაკეთოთ კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე. ჩვენ ვთქვით, რომ სასამართლოს საქმის წარმოების დროს მასალები ხელმისაწვდომია დაცვის ხარისხთვის, ბატონი გოგა აქ არის წარმოდგენილი და მისთვის ეს მასალები ხელმისაწვდომი იყო, მას ექნება ბუნებრივია პოზიცია და ქონდა სასამართლოს ეს პოზიცია და მიიჩნევდა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარეს გააჩნდა, არ იყო საკმარისი ბრალის დასამტკიცებლად. აქედან გამომდინარე, მე როგორც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, ამ საზოგადოების ნაწილი, მივიჩნევ, რომ არ მაქვს არანაირი საფუძველი ეჭვი შევიტანო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაში. თუ კი პროკურორი თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის კანონიერი და არ არის დასაბუთებული, მას შეუძლია გაასაჩივროს და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია მეც და ნებისმიერმა აკუპმა ადამიანმაც ვისაუბროთ იმაზე, რომ ბაჩომ ჩაიდინა დანაშაული, თუ კი ამას სასამართლო იტყვის. მეორე საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მე არ ვთვლი, რომ ჩვენ უნდა შემოვიფარგოთ ფორმალურ სამართლებრივი შეფასებებით, იმასთან დაკავშირებით, რამდენად არსებობს ყოველ ჯერზე კონკრეტული პირების მიერ სახელმწიფოს მხრიდან ამ ფორმალურ სამართლებრივი კრიტერიუმების დაცვის შემთხვევაში, ესე ვთქვათ, გამორიცხვა იმის შესაძლებლობის, რომ მის მიმართ შესაძლებელია დევნა ქონდეს სულ სხვა ტიპის დევნასთან ქონდეს საქმე. ამით იმის თქვა მინდა, რომ სახელმწიფომ შეუძლია დაუსრულებლად გააგრძელოს, შეიძლება გააგრძელოს 2, 3, 4 წელი სხვადასხვა საქმეების გამოძიება და ამ თითოეულ საქმეზე წარუდგინოს ბრალი და აღნიშნული პატიმრობის ვადებიც გრძელდებოდეს, ასე ვთქვათ, განუსაზღვრელად. მე შემიძლია მსგავსი საქმე გავიხსენო საქართველოს ისტორიიდან, მაგალითად, არ მინდა რომ კონტექსტი იგივე გავხადო, მაგრამ შინაარსობრივად ასანიძის საქმე მეტი არაფერი იყო. ასლან ნაბაშიძეს, როდესაც ყავდა ასანიძე პატიმრობაში, ყოველ ჯერზე რამდენი შეწყვეტდა მთავარი პროკურატურა, მაშინდელი გენერალური პროკურატურა საქმის წარმოებას ან გაამართლება განაჩენს გამოიტანდა საქართველოს უზენაესი სასამართლო ან პრეზიდენტი განახორციელებდა შეწყალების აქტს, აჭარის პროკურატურა ხელახლა უყენებდა ამ ადამიანს ბრალს და ამით ინარჩუნებდა მის პატიმრობას. თუ კი თვითმიზანი ის არის, რომ რომელიმე პიროვნება ციხეში იყოს გამოკეტილი, ეს სხვა საკითხია. თუ კი მიზანი ის არის, რომ ბაჩო ახალაიას დაუმტკიცდეს რომელიმე დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა და ეს ასე მიაჩნია სამართალდამცა ორგანოებს, ამისთვის აუცილებელია პროკურატურამ ძალიან მყარი არგუმენტები წარუდგინოს სასამართლოს და ეს იქნება სწორედ ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც სარწმუნო, თუ კი გამომტყუნებელი განაჩენი მაგალითად და ჩვენ გავეცნობთ მასალებს და ვიტყვით, რომ კი ბატონო სასამართლოს მიკერძუებულობაზე ამ შემთხვევაში ლაპარაკი ზედმეტია. ჯერჯერობით ჩვენ რაც მოვისმინეთ, ვიცით, მხარის პოზიცია იმ განაჩენთან დაკავშირებით, რომელიც ესე ვთქვათ, გამომტყუნებელი გამოვიდა და მიაჩნდა მხარეს, რომ იყო არასწორი, თუმცა დღესდღეობით ეს თემა რაღაცა თუ დაიკარგა და არავინ აღარ საუბრობს, რადგანაც პრეზიდენტმა გამოიყენა საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება და ბაჩან ახალაია შეიწყალა, დანარჩენ საქმესთან დაკავშირებით არის გამართლებელი განაჩენი და აბსოლუტურად არაადეკვატურობა იქნებოდა ჩემის მხრიდან, ან ნებისმიერი ჩვენ განსხვავებიდან, აქ დაგვეწყო მტკიცება, რომ ბაჩან ახალაია დამნაშავეა და სასამართლო მოიქცა არასწორად. ისე სხვათა შორის იგივე გამოძიებასთან დაკავშირებით ძალიან ცუდია, რომ დღევანდელ მოქმედ საპროცესო კოდექსში არ არის ვადები დადგენილი გამოძიების. ეს აძლევს საშუალებას იმ манипуляციისთვის, უბრალოდ ვადები არის, მაგრამ ძალიან დიდია, ეს არის დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა. ამიტომაც საჭიროა ამ ყველაფრის დადგენა. მე რომ მკითხო ახლა დღეს, მე ვფიქრობ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ახლიდანაა დასაწერი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ის ვერ უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს, დღესაც კი, დაცვასა და ბრალდებას შორის და მეტიც. ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელიც საჭიროებს რეგულირებას, იმიტომ რომ უბრალოდ ადამიანს კონდეს რაღაც განცდა, რომ კონკრეტულად მიიღებს გამოძიებისგან პასუხს. ახლა მე შეიძლება აღარ ვილაპარაკო ბაჩო ახალაიაზე, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანს ეკარგება თუნდაც სტრასბურგში წასვლის საშუალება, იმიტომ რომ გაწელილ დროში ხდება შიდა პროცედურები და ფაქტობრივად პასუხს არ იღებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. შეიძლება იყოს გამოსავალი კახი მაგალითად ის, რომ 9 თვიანი ვადა იყოს ჯამური ვადა. პატიმრობის ვადა. წინასწარი პატიმრობის ვადა. ამას არა, მე პატიმრობაზე არ ვსაუბრობ, პატიმრობის ვადაზე არ ვსაუბრობ, გამოძიების ვადებზე ვსაუბრობ. დიახ, მე ვსაუბრობ პატიმრობის ვადებზე. იმისთვის რომ რაღაც კონკრეტული შედეგს საერთოდ რომ შეიტანოთ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოს, საჭიროა რა, რომ შიდა ეროვნული პროცედურები, კანონი დადგენილი დასრულდეს, ხო? ეს პროცედურები არ დასრულდება, იმიტომ რომ დაუსრულებელი ვადებია. და ძალიან ბევრი ადამიანი ამაზე წუხს. მე ხო კონკრეტულად ხო, მაინც შეიძლება მივხედავთ იმის მაგრამ ნაკლები ყველაფერი შეიძლება ყოველთვის, მაგრამ ნაკლები საშუალება იქნება ამ შემთხვევაში იმას, ვისაც სურვილი აქვს გააჭიანოს. ოთო, ბაჩო ახალაია მონსტრი, რომელიც აწამებდა ადამიანებს, თუ გმირი, რომელიც ყველა საშუალებით ებრძოდა ქურდულ სამყაროს. ეს დილემა მოსახლეობაში რჩება, საზოგადოების ნაწილი ერთ მხარეს არის და საზოგადოების ნაწილი მეორე მხარეს. ამ სასამართლო პროცესებმა თქვენი აზრით ეს კითხვა
უფრო გააღრმავა თუ ნაწილობრივ მაინც გასცა პასუხი ამ დილემას. მე პირდაპირ გეტყვით, მეც ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც თქვა დარჩათ ბაჩო ახალაიას მიმართ ძველი დამოკიდებულება, მაგრამ ვიცნობ ადამიანებსაც, რომლებსაც არ ჰქონდათ სიმპათია ახალაიას მიმართ, მაგრამ ამ სასამართლო პროცესების შემდეგ, ერთი წლის შემდეგ პირიქით გაუჩნდათ მის მიმართ სიმპათია. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებელს, ჩემს კოლეგებს, ასევე სტუმრებს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში არსებობდა საკმაოდ ლეგიტიმური კითხვები. ეს კითხვები უკავშირდება როგორც ციხის კადრებს, ციხის კადრებიდან გამომდინარე გარკვეული ასოცირება ხდება იმ პიროვნებასთან, რომელიც წლების განმავლობაში, ვთქვათ, ხელმძღვანელობდა სასჯელ აღსრულების სისტემას და დეპარტამენტს. კითხვები უკავშირდება ასევე ციხის ბუნდს და უამრავი ლეგიტიმური კითხვა არსებობდა და ამ კითხვებს ბუნებრივია პასუხი უნდა გასცეს გამოძიება. რაც შეეხება ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას, ამ თვალსაზრისით საზოგადოებას დადასტურებულად აქვს ინფორმაცია, რომ სასჯელ აღსრულების სისტემის ადმინისტრირებას ქურდული სამყარო აღარ ანხორციელებდა ბაჩო ახალაიას მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად. ეხლა რაც შეეხება ციხის ბუნტის თემას, რომელიც ამ საკითხთან ორგანულ კავშირშია, ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა ქურდულმა სამყარომ. ხოლო სასამართლო გაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო სწორედ ამ ჩვენებებს. როდესაც საუბრობთ სამართლებრივ მხარეზე, ერთის მხრივ მოსამართლეს აქვს უფლება რომ გაიზიაროს, თქვა, კანონიერი ქურდის ან ქურდული სამყაროს წევრის ჩვენება ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, თუმცა მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც მიუღებელია ნებისმიერი ფორმით ქურდული სამყაროს გავლენის არსებობა, როგორც საზოგადოებაში, გარეთ, ისე პენიტენციურ სისტემაზე, ვფიქრობ, რომ არ გაუმართლებელია და დაუშვებელია ქურდული სამყაროს წარმომადგენლის ჩვენების სანდოობაზე საუბარი. და იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ციხის თანამშრომლის, თუნდაც ციხის თანამშრომელზე იყოს ლაპარაკი და არა დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, მისი პასუხისმგებლობა დავაყენოთ სწორედ კანონიერი ქურდის ან მისი რომელიმე ამფსონის ჩვენებაზე. მე ესე ვფიქრობ და ზოგადად მოწმის სანდოობის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ. ვინაიდან დღესაც ძალიან სერიოზული პრობლემები შეიძლება შექმნან ქურდული სამყაროს წარმომადგენლებმა, მაყურებლებმა, რომლებსაც აქვთ ცდუნება, რომ დაიბრუნონ ძველი გავლენა, რომ აწარმოონ მუდმივი ზეწოლა პატიმრებზე, შეაგროვონ ეგრეთ წოდებული ოფშიაკები და ასე შემდეგ. და ამ გამოწვევას ადეკვატურად უნდა უპასუხოს სახელმწიფო. იმ შემთხვევაში თუ იქნება ბუნტი ან რაიმე მსგავსი მცდელობა, ის უნდა აღიკვეთოს, მათ შორის ლეგიტიმური ძალის გამოყენებით და ვთქვათ, არ უნდა გააგზავნოს სახელმწიფომ მესიჯი ქურდული სამყაროს მიმართ და საზოგადოებას არ უნდა უთხრას, რომ იცი რა, ზოგადად შესაძლებელია ქურდების ჩვენებით ციხის ადმინისტრაციის გასამართლება. ეს რაც შეეხება ამ ციხის ბუნტის თემას, რაც შეეხება მონსტრის საკითხს, ნამდვილად მეც ამ საზოგადოების წევრი ვარ და არაერთი ბრალდება მსმენია ბაჩო ახალაიაზე, მაგრამ ჩვენ იმიტომ გვაქვს სასამართლო, პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები, რომ შეგროვდეს მტკიცებულებები და ეს მტკიცებულებები საჯარო სასამართლო პროცესზე იქნეს გამოკვლეული, ობიექტური სასამართლოს მიერ. ამ გამოკვლევის შედეგად ჩვენ დავინახეთ ჯერ აბსოლუტურად კომიკური სიუჟეტები სასამართლოში განვითარებული შპარგალკებიანი მოწმეები, ჩვენების 1000 ჯერ შეცვლა, პროკურატურის ყოველდღე დაუსაბუთებელი ბრალდებები, რომელიც ჩვენს თვალწინ პირდაპირ ეთერში ქარწყლდებოდა და ბუნებრივია ეს შეიძლება მავანმა მიაწეროს პროკურატურის მოუმზადებლობას, სისუსტეს და არსებობს ასევე საკმაოდ ლეგიტიმური ვარაუდი, რომ პროკურატურას უბრალოდ მტკიცებულებები არ ჰქონდა და ამიტომ ვერ შეძლო ბრალის დადასტურება. რაც შეეხება თემას, რომელიც ჩემმა კოლეგებმა განიხილეს და მინდა აუცილებლად ამასაც შევეხო, ეს ეხება პატიმრობის გამოყენებას. როგორც დასაწყისში აღნიშნე, ლეგიტიმური კითხვები არსებობს და გამოძიება უნდა იქნეს ნაწარმოები, მათ შორის ბრალით წარდგენილი, თუ შესაბამისი დასაბუთებული ვარაუდი სახეზეა, მაგრამ არის თუ არა პირის პატიმრობა აუცილებელი, ამისთვის საქართველოს კანონმდებლობა, ასევე ევროპის კონვენცია ადამიანის უფლებების ადგენს რამდენიმე კრიტერიუმს და ეს შორს არ წაგვიყვანს ამაზე საუბარი. პირველი, შეგვიძლია განვიხილოთ, უბრალოდ თანმიმდევრულად გავყვეთ, ხო? პირველი ეს გახლავთ ვარაუდი, რომ პირი მიემალება გამოძიებას თუ მას პატიმრობაში არ ვამყოფებთ.
ალბათ ჩვენ აქ ვინც არის ყველამ და ტელემაყურებელმა ძალიან კარგად დაბრუნდა საქართველოში. ბაჩო ახალაია დაბრუნდა საქართველოში. მან არათუ დაბრუნდა, იგივე თავის ფეხით გამოცხადდა პროკურატურაში, გაკეთა განცხადება, რომ იგი მზად არის ყველა კითხვას გასცეს პასუხი და ასე ვთქვათ, აქედან გამომდინარე მიმალვაზე საუბარი თქვენ ამბობთ. შეიძლება ვისაუბროთ, რომ მაინც არსებობდა მიმალვაზე, მაგრამ მე მგონი არასერიოზული ამაზე ლაპარაკი. მეორე საფუძველი ეს გახლავთ მოწმეებზე ზეწოლის განხორციელება და პროკურატურამ უნდა ვალდებულია და სასამართლო განჩინებაში, რომ წარმოადგინოს კონკრეტული ფაქტი, კონკრეტული გარემოება, რაც და არა ვარაუდი თქვენ და რა თქმა უნდა კონკრეტული ფაქტი, რომ მაგალითად ბაჩო ახალაიაც ცდილობდა ან ქონდა მცდელობა რომ ვიღაცაზე მოეხდინა ზეწოლა პოტენციურ მოწმეზე. ამგვარი ფაქტის გარეშე ჩვენ უბრალოდ ვარაუდებზე პირის პატიმრობას როცა ეხება საქმე გაწყვეტას ვერ მივიღებთ, ყოველ შემთხვევაში ასეთია ნამდვილად ევროსასამართლოს სტანდარტი არაერთ გადაწყვეტილებას, რომელიც ფაქტის სახეზე არ ყოფილა. თქვენ ამბობთ ყოველ შემთხვევაში პროკურატურას არ ჩვენ ამის შესახებ არ ვიცით, ალბათ გოგაონიანი უფრო დაწვრილებით გვეყვის ამის შესახებ. მესამე ფაქტორი ეს გახლავთ ახალი დანაშაულის ჩადენის ალბათობა. და ყველა დანაშაული, რომელსაც ედავება პროკურატურა ბაჩანა ახალაიას, არის სამოხელეო დანაშაული თავისი არსით. ანუ თანამდებობრივ უფლებამოსილებას. შესაბამისად, იგი ამ თანამდებობაზე აღარ გახლავთ უკვე კარგახანია და მსგავს დანაშაულს ის უბრალოდ ვერ ჩაიდება. მსგავს როგორ გადააჭარბებს ახლა თანამდებობრივ უფლებამოსილებას, მაგალითად, რომელსაც ედავებიან, რომ ვიღაცას პრივილეგიები მისცა. როგორ მისცემს ახლა პრივილეგიებს რომელიმე ციხეშვილის. ანუ ეს სამი საფუძველი კანონში წერია, ეს არ არის რაც ჩემი მოგონილი, ეს არის საკმაოდ ჩამოყალიბებული პრაქტიკა აქვს ამაზე ევროპის სასამართლოს. ვფიქრობ, რომ როგორც მე ვიცი, სტრასბურგში გაგზავნილია აპლიკაცია და ჩვენ ალბათ უახლოეს ხანებში მოვისმენთ, გავიგებთ თუ რას ფიქრობს ამ საკითხზე სტრასბურგის სასამართლო. მანამდე მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ ბაჩო ახალაია ამ შემთხვევაში არ არის მხოლოდ ერთეული შემთხვევა. ჩვენ შეგვიძლია სხვა მაგალითიც მოვიყვანოთ, მაგალითად ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, მაგრამ უბრალოდ პატარა მაგალითს მოვიყვან, აი არის თუ არა ჩვენ ვარაუდებზე ვერ ვისაუბრებთ, ხო? 3969 მოწმე როცა არის დასაკითხი. ვანო მერაბიშვილის შემთხვევაზე ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც პროკურატურის მიზანი, რომ მაქსიმალურად გააჭიანუროს საქმე, ბოლომდე ამოწუროს პატიმრობის ვადა, არის სახეზე. იმიტომ რომ უბრალოდ სხვა არც ერთი არგუმენტი არ არსებობს, რომელიც გაამართლებს აი ამ 3969 მოწმის დაკითხვას, რაც უბრალოდ ფიზიკურადაც შეუძლებელია და მხოლოდ გაჭიანურების მიზანს უსვამს ხაზს. მადლობა. რამდენად მყარია ფაქტობრივად ჩვენ ამ სასამართლოზე ვსაუბრობთ დღეს და ვიხილავთ რამდენად სწორად და საბუთად თუ არა განჩინებაში სასამართლო მაკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე შუამდგომლობა ახალაიას მიმართ. ეს ის სასამართლოა, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის მოთხოვნასთან დაკავშირებით. მათ შორის ნაკლებად მძიმე დანაშაულზე 100-დან 100 დაკმაყოფილებული აქვს. აი ეს ის სასამართლოა, რომელიც 15 წლის ბავშვებს ელემენტარულად ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, ან ქურდობისთვის დაუშვათ კიდევ სხვა შემთხვევაში პირდაპირ აპატიმრებდა და მათ შორის ქალებსაც. აქედან გამომდინარე უბრალოდ ამ სასამართლოს რთულია ლოგიკა გაუგო. ეხლა კიდე სასამართლო იყო კიდევაც ერთ-ერთი მიზეზი რამაც გამოიწვია საზოგადოების უკმაყოფილება და რაც აისახა შესაბამისად არჩევნების შედეგებზე. ხელმძღვანელობაა შეცვლილი და არც სასამართლოს მიდგომებია შეცვლილი. ახლა დღეს როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, დღეს კონკრეტულად რატომ შევფარდა? შესაძლებელია, იცით რა არის? მართალია სისხლისამე საპროცესო კოდექსში ეს არ წერია ერთ-ერთ საფუძვლებში, რომ მაგალითად ამიტომ შევფარდა, მაგრამ შეიძლება ახლა იმ მოსამართლემ ჩათვალა, რომ ვინაიდან 3 წელი და 9 თვე მისჯილი აქვს უკვე და გამომტყუნებელი განაჩენის სახეზია, ამიტომ მართალია ეს არ არის სწორი, მაგრამ ესეთი სასამართლო ყავს, რომლის რეფორმასაც პირადად მე ძალიან დიდი ხანია ვითხოვ და რომლის რეფორმასაც საშველი არ დაადგა. მადლობა. რამდენად მყარია არგუმენტები გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით? ეს არის ბოლო ბრალდება, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ წაუყენეს ბაჩო ახალაიას. როგორ ფიქრობთ, გიორგი, რამდენად შეძლებს ამ შემთხვევაში პროკურატურა დაუმტკიცოს მოსამართლეს, რომ ბაჩო ახალაია დამნაშავეა? მივესალმებით მაყურებელს. აქ ჩვენ სხვადასხვა საკითხზე მოვისმინეთ მოსაზრებები და მოკლედ მინდა ყველა საკითხს შევეხო, რათა უფრო მეტი ნათელი შევიტანო, იმიტომ რომ იყო რაღაც თომილებები, რაც აბსოლუტურად ლოგიკურად არიციან აქვს თქმა თემამ
მეგობრებმა. პირველი, ეს ბაჩუახალაიას საქმე შედგებოდა 5 ბრალდებისგან. მართალია საქმე იყო 3, მაგრამ იყო 5 ბრალდება. 5 ბრალდებიდან 4 ბრალდებაში ბაჩუახალაია გამართლა. იყო ერთი ბრალდება, რომელიც იყო ეგრეთ წოდებული ბუნტის საქმე, სადაც იყო 3 კანონიერი ქურდის ჩვენება, 3 კრიმინალის ჩვენება, კრიმინალური ავტორიტეტის და 1 მალხა სინაურის. მალხა სინაურიძე არის ის ადამიანი, რომელიც ლევან კორტავას მკვლელობის დროს იყო ციხის დირექტორი, მას წაუყენეს ბრალი ამ ხელისუფლების პირობებში, შეუფარდეს აკვეთი ღონისძიება და გააპარეს ქვეყნიდან. დღეს ეს ადამიანი ქვეყანაში არ იმყოფება. და რამდენად ჩვენთვის არის ცნობილი? კითხვა მაქვს, რა გიგვით? როგორ? რა გიგვით? აკვეთ ღონისძიება შეფარდებული არა. ეს კახი ძალიან ხურა. მე გისმენდი შენ დაახლოებით 15 შეფარდებულია, მაგრამ განმავლობაში გისმენდი არ ჩაგწევა როგორ კითხავს გისვა. არა, კითხვა მე დამისვი ჯერ მემაცადე რისი თქმაც მინდა, იმიტომ რომ შენ ეს არ იცი ხა რასაც მელაპარაკო. მალხა სინაურიძე რომელიც გააპარეს. მასთან ერთად გააპარეს. ისი დასტურდება ეს ფაქტი. ეს ადამიანი საქართველოში არ არის. ძალიან მარტივია რა. ეს ადამიანი დღეს საქართველოში თუმცა ეს თავისთავად არ ვიცი გააპარეს. ეს ნიშნავს იმას და მეორე, რომ ამ ადამიანის გასვლა საზღვარზე დაფიქსირებული არ არის. ეს ახლა ლოგიკურ აიჭვებს რამდენად აღზრავს საზოგადოებაში, ეს უკვე საზოგადოების სამძლოდ შეგვიძლია გავხადოთ. მეორე, ბუნტის საქმე. ახლა ყველა იურისტები ვხედავთ და ძალიან მარტივი შეკითხვა არსებობს რა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არის 73 მუხლი. ანუ ყველა საუბრობდა იმაზე, რატო გახადა დაცვის მხარე უდაოდ მტკიცებულებები, რატო მიიღო გამოკვლევის გარეშე ეს მტკიცებულებები. გეტყვით, ავხსნი და არაფერი შემხელობა არ ქონდა ამას იმას რაღაც ვადასთან პრეზიდენტობის ან რამის სხვათან. ბრალდების მხარემ წარმოადგინა სისხლის სამართლის საქმე, სადაც იყო 2 განაჩენი. ბუნტის საქმეზე დამდგარი 2 განაჩენი. წარმოგვიდგინა მტკიცებულებად ეს განაჩენები და ჩვენ მივიღეთ გამოკვლევის გარეშე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 73 მუხლში პირდაპირ წერია, რომ პრეიუდიცია და არ შეიძლება შეიცვალოს საქმეში არსებული იმ განაჩენის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც მხარეები თანხმდებიან და არ ხდიან სადაოდ. ცალსახა იყო, რომ ის განაჩენები არც ჩვენ და არც ბრალდების მხარეს სადაოდ არ გაგვიხდია. აშკარად არღვევაა დღევანდელი მოსამართლის მხრიდან, ლაშა ჩხიკვაძის მხრიდან იქ არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეცვლა და ახალი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვეთა. ვინაიდან მას უბრალოდ უფლება არ ჰქონდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გაცდენოდა აღნიშნულ განაჩენს. გარდა ამისა, როდესაც დღეს სახალხო დამცველელი საუბრობს, რომ ეს ადამიანები ესწრებიან და იხილავენ ყოველ შემთხვევაში ბაჩუახალაის საქმეებს, ვთვლი რომ ეს არ არის სწორი. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო აკვეთი ღონისძიება, რომელიც ბაჩუახალაის შეეფარდა, იყო უპრეცედენტო და რატო იყო უპრეცედენტო გეტყვით. პროკურორმა რით დაასაბუთა პატიმრობის აუცილებლობა. მან განაცხადა ესე იგი ალბათობის მაღალი სტანდარტით ჩვენი მოსაზრებით ბაჩუახალაია შემდგომ საქმეებში გამართლდება, პროკურორი იძახის ამას. იმას კი არ იძახის, რომ მაღალი ალბათობით გამტყუნდება ბაჩუახალაია. ბაჩუახალაია გამართლდება, აქედან გამომდინარე, რომ არ გახდეს ეს ბაჩუახალაიას გარეთ გამოშვების საფუძველი, გთხოვთ მას შეუპარდოთ წინასწარი აკვეთ ღონისძიება და წინასწარი პირდაპირ ითქვა პროკურორის. ეს პირდაპირ ითქვა პროკურორის მიერ და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი და საშიში ტენდენცია რაც არის ეს სიტყვები გადატანილი იქნა განჩინებაში. ბოლო საქმეზე. კი, ბოლო საქმეზე ვიძახი. განჩინებაში პირდაპირ წერია, მოსამართლე წერს, რომ ეს ადამიანი შეიძლება გამართლდეს სხვა საქმეებში და ასევე უპრეცედენტოა და მსოფლიოში ალბათ არც ერთი განჩინება არ იქნება არც ერთ ქვეყანაში, სადაც წერია, რომ გამართლდეს ერთი და შეიძლება პრეზიდენტმა შეიწყალოს ეს ადამიანი და რომ არ მოხდეს მისი გარეთ გამოშვება, ამიტომ ამ ადამიანს უნდა შეეფაროს აკვეთი ღონისძიება. დამტკიცებულებები აქვს პროკურატურას ამ საქმეზე. ეხლა ვაგეტყვით, ეხლა არის ამ საქმეზე არსებობს ერთი ადამიანის ჩვენება, ეს არის მამა ნიკოლოზის ჩვენება, რომელიც არის 4-ჯერ შეცვლილი და რატომღაც პროკურატურა ჩვენ დაცვის მხარეს გვედავებოდა, რომ თურმე ჩვენ განმახორციელეთ ზეწოლა მამა ნიკოლოზზე და ამიტომ შეცვალა მამა ნიკოლოზმა ჩვენება. წარმოადგინეთ 2 ჩანაწერი, ერთი როდესაც მამამისთან ერთად არის მოსული მამა ნიკოლოზი, ერთად ხედან არის წინ ვიდეო კამერა და საუბრობენ რეალურად რა მოხდა პროკურატურაში. მეორე მარტოზის და მარტოს საუბრობს აღნიშნულის შესახებ. მიუხედავად ამისა, დადეს გენერალური ინსპექციის დასკვნა მათი, რომელიც ჩვენ არ გამოუკითხავთ არც ერთი ჩვენთაგანი, რომ თითქოს ჩვენგან იყო რაღაც სახის ეწოლა. იმავე დღეს ჩვენ მივედით მამა ნიკოლოზთან. იყო ბერი საბა, რომელსაც ვთხოვეთ, რომ დასწრებოდა აღნიშნულ მოქმედებას, რომ მეტი ლეგიტიმაცია ქონოდა და კიდე რაღაც სახის კითხვები არ დარჩენილიყო. სადაც ეს ჩვენება შემიძლია გადმოგცეთ, ვინაიდან აცხადებთ, რომ თქვენ სწავლობთ ამ საქმეს, სადაც ბერი საბა პირდაპირ აცხადებს. კითხვაზე
გიპასუხებთ, რომ პროკურატურის განცხადება იმის თაობაზე თითქოს ბაჩუახალაის ადვოკატებმა ჩემზე განახორციელეს ზეწოლა არის აბსურდი. მათი მხრიდან არც ფსიქოლოგიური და არც ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა. აი ეს იყო საფუძველი, ბატონებო, განჩინებაში წერია ეს საფუძველი, რომ თითქოს და ამ ადამიანზე ზეწოლის რაღაც გამო ჩათვალეს საჭიროდ ბაჩუახალა დარჩენილ პატრონებს. ეს არის აბსურდი, ეს არის შერჩევითი სამართალი. ადვოკატი რომეო საჭაი ამბობდა, რომ თქვენ აპირებთ, დაცვის მხარე აპირებთ კიდევ სხვა ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნებას. რა ვიდეოებზე საუბრობდა ის? ვერ გავიგე? ამბობდა, რომ არსებობს კიდევ რაღაც ვიდეო ჩანაწერები, რომლებსაც დაცვის მხარე გააცნობს საზოგადოებას. რუსთავი-ერთან საუბრისას თქვა მან ეს. მე ორი უკვე გითხრა. რა ვიდეო ჩანაწერებია? მამამისთან ერთად არის, მარტოა, მეგობართან ერთად არის. იქ ცალკე ახლა შემდგომი ისინია, რომ უკვე მამასაბასთან ერთად ზუსტად იგივე საუბრობს, რაზეც მე ვსაუბრობ. ვიდეოზეა ყველაფერი დაფიქსირებული თქვენ ამბობთ. მამასაბა აწერს ხელს ამოქმს. ანუ ბერი საბა აწერს ამოქმს, რომ ესწრებოდა, რომ არანაირი სახის ზეწოლა ამ ადამიანზე არ განხორციელებულა, ისე იძლეოდა ამ წელს. ბატონ გიორგი, გაასაჩივრეთ თუ არა თქვენ ეს აღკვეთის ღონისძიება გავასაჩივრეთ და საერთოდ აღნიშნული ახალ გარემოებადაც კი არ მიიღო სააპელაციო სასამართლომ და არ განიხილა. გარდა ზემოაღნიშნულისა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ სახალხო დამცველი როდესაც საუბრობს, რომ პროცესი არ დასრულებულა, ეს ერთყუილი. 4 პროცესი დასრულდა, ანუ 2 საქმე და 4 ბრალდება დასრულდა და არანაირი აუცილებლობა არ არის. ეს დღევანდელი ხელისუფლება შეიძლება ძალიან ბევრი ბრალი წაუყენოს ბაჩუახალაიას. ჩვენ დროს ყოველ შემთხვევაში, როდესაც მე ვიყავი სახალხო დამცველის მოადგილე, მართლმსაჯულების სამართლოს უფროსი, ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე, როდესაც დასრულდებოდა სასამართლო და მივიღებდით განაჩენს, ამის შემდეგ ეკეთებოდა რეპორტი ეგრეთ წოდებული, ანუ გადაწყვეტილება თუ რა დაირღვა, როგორ დაირღვა, რა არ დაირღვა. ახლა დღეს თუ შეიცვალა და ველოდებით იმას, როდის დასრულდება ბაჩუახალაძის საქმეები, ბაჩუახალაძის საქმეები ამ ხელისუფლების პირობებში, მინდა გითხრათ, თუ არ დასრულდება. იმიტომ რომ ერთი ადამიანის ჩვენებით ბრალს უყენებენ ადამიანს, მაშინ როდესაც საუბარი არის კონკრეტული მსჯავრდებულებისათვის უკეთესი პირობების შექმნაზე სხვა მსჯავრდებულებებთან შედარებით და იგივე პირობებში დღევანდელი ხელისუფლება ლევან კორტავას ყველობაზე ბრალდებულ ადამიანებს, აკვეთ ღონისძიებას შეფარდებულ ადამიანებს უშვებს ქვეყნიდან და საერთოდ თავს არიდებს. რა სახის აკვეთის ღონისძიება აქვს გირავ. გირაო. ერთი წუთი საიაკ მინდა სიცხადე შემოვიტანო და ალბათ ჩვენ კოლეგების დამეთანხმება. აკვეთი ღონისძიება, როდესაც არასაპატიმროა, თუ არ არის შიდა პატიმრობა კიდე, ხო? მან არანაირი პრობლემა ქვეყნიდან გასვლას არ აქვს, იმიტომ რომ ზუსტად ამას რატო თუ დაფიქსირებული არ არის საზღვარზე ამ ადამიანის გასვლა. ნებისმიერ ადამიანს თუ მისი გასვლა ხელს არ უშლის გამოძიების ჩატარებას აქვს უფლება აკვეთი ღონისძიების პერიოდშიც გავიდეს დატოვოს ქვეყნის საზღვრები და ჩამოვიდეს მაშინ, როდესაც ეს გამოძიებას დაჭირდება. ასე რომ მე მინდა ახლა ვისაუბროთ. გასაგებია, ეს კიდევ სხვა თემაა. ჩვენ თუ დღეს დავამკვიდრებთ იმას, რომ არც ერთი აკვეთი ღონისძიების პირობებში გასვლა არ შეიძლება, ეს იქნება ძალიან ცუდი. გასაგებია, მე მინდა ვისაუბროთ აუცილებლად თქვენ გეკნებათ არ თქმა უნდა საშუალება რომ აგრეთვე კომენტარი გააკეთოთ. მე მინდა აუცილებლად ვისაუბროთ პრეზიდენტის მიერ ბაჩუახალაიას შეწყალებაზე. კახა, ვიცით რომ ციხის ბუნტის საქმეზე პრეზიდენტმა შეიწყალა ბაჩუახალაია. რამდენად კანონიერია ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს დადგა გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ. კი ბატონო, სანამ შეწყალებაზე გავაკეთებდე ჩვენს გეტყოდა ჩვენს მოსაზრებას, მანამდე მინდა ისევ ბუნტის საქმეზე ორი დეტალი დავამატო. პირველი ის, რომ მხოლოდ ჩვენი ინფორმაციიდან მონიტორები ესწრებოდნენ ამ საქმეს, მხოლოდ სინაურიძე არ ყოფილა იმ პირთაგან, რომელიც დაიკითხა მოწმის სახით, ანუ გულისხმობ სასჯელ ასრულების დაწესებულებაში სამკურნალო პერსონალს, მკურნალ პერსონალს, იყვნენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ ბრალდების მოწმის სახით და ისინი საუბრობდნენ ბრალდების სასარგებლო ფაქტობრივ გარემოებებზე და მაგს ბუნტის საქმესთან მიმართებაში. ბუნტის საქმეზე საერთოდ არავინ არ დაკითხულა სასამართლოზე, ვინაიდან ჩვენ ვცანით უდაოდ, ანუ არა, მათი ჩვენება მტკიცებულებად იქნა მიღებული. მათი ჩვენება არა, მათი ჩვენება საერთოდ არც გასაჯაროებულა სასამართლოზე. გამშალობა აქ, ანუ მე ვამბობ საქმეში, ან მარტივი ამბავი არის. საქმეში არის. სინაურიძის გარდა. კითხვა არის. სინაურიძის გარდა არის თუ არა სხვა მოწმეების ჩვენება. არის 3 კანონიერი ქურდის, 3 კრიმინალის ჩვენება. კრიმინალის რას ნიშნავს? კრიმინალური ავტორიტეტის.
ნიშნავს იმას, აი მაყურებლები, რასაც ნიშნავდა თავის დროზე, სანამ ბაჩუახალაია შეცვლიდა ამ სისტემას, აი მაგას ნიშნავს კრიმინალური ავტორიტეტი. არის 6 ჩვენება და არის მალხა სინაურიძის ჩვენება, რომელიც ამტკიცებს ბაჩანა ახალაიას იმე და ლიპარტელიანი არის ასეთი? და ეს არის სამკურნალო დაწესებულების კარგი, მე მინდა გქონოთ რომ უბრალოდ ასეთ დეტალებზე არის დაკითხული, რომელიც აცხადებს. მე ვიყავ ეს კრიმინალია თუ კანონია? უკაცრავდა. მაპატიეთ, ასეთ დეტალებზე. ახი. მაპატიეთ, ასეთ დეტალებზე გქონთ. ნუ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ უბრალოდ ჩვენ ხომ მაყურებლისთვის ვსაუბრობთ, მაყურებლისთვის გაუგებარი და უბრალოდ ძალიან მოკლედ. ხოდა შეწყალებაზე ვისაუბრებთ. ასტორია. იმედან მიგონა მაგას საუბარია. ანუ ვერ ვისაუბრებთ. სასახად არის მე თქვენ არ გეჭრებოდა კარგი მოდით შეიძლება დავაკვირდეთ თქვენ უპასუხეთ მოусმენთ გთხოვთ მოკლედ რომ მაყურებლისთვის გასაგები იყოს ზედმეტ დეტალებში ნუ ჩავუყავდებით იმას რომ იმ ადამიანების გარდა ვიზაც ბატონი გოგა საუბრობს საქმეში დევს კიდევ სხვა პირების ჩვენებაც თუ არის ტყუილი ან ძალიან მარტივია მე შემოწმება ხო საქმის მასალები არსებობს გარდა ამისა მე აბსოლუტურად არ მესმის რას ნიშნავს ის რომ რადგან პირი კანონიერი ქურდი იყო ან კრიმინალური ავტორიტეტი იყო ან რაღაც დამნაშავედ იყო ცნობილ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით არ შეიძლება იმ პირის ჩვენების როგორც მოწმის ჩვენების გაზიარება. ეს არის არასწორი მიდგომა, არც ჩვენი კანონმდებლობა ეცნობს ამას და ეს იმდენად აბსურდული იქნება ესეთი რამის პრაქტიკაში დანერგვა, რომ მივიღებთ შედეგად იმას, რომ ვერც ერთი პატიმარი, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენით ზის საპატიმრო დაწესებულებაში ვერ იტყვის იმას, რომ ვიღაცა მაწამა, ან ვიღაცა მცემა, იმიტომ რომ მისი ჩვენება აპრიორი თურმე არაფერს არ ნიშნავს და ესეთი მიდგომა აბსოლუტურად არასწორია. არის კრიმინალური ავტორიტეტი. კრიმინალური ავტორიტეტი არის თუ არ არის, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სამართლისთვის. შესაძლებელია, როცა დაუშვათ მოწმის დაკითხვა მიმდინარეობს და ასე შემდეგ, მის ჩვენებაში თუ რაღაც ურთიერთშეუსამართლობები გამოვლინდება, მოსამართლის შინაგანი რწმენისთვის ვიღაცა მისაღები იყოს, ვიღაცა არა. მაგრამ აპრიორი იმის თქმა რადგან კანონიერი ქურდი იყო ან კრიმინალური ავტორიტეტი ან მისჯილია გუადო პატიმრობა, ამიტომ მისი ჩვენება არ უნდა გავიზიაროთ, ეს არასწორია. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვინაიდან ბაჩუახალაია ებრძოდა ქურდულ სამყაროს, ამ შემთხვევაში უკვე სანდოობა დგება ქვეშ, როდესაც ამ ადამიანის წინააღმდეგ სწორედ ქურდული სამყაროს წარმომადგენელი აძლევს ჩვენებას. აი, იგივე შეკითხვა შემიძლია რიტორიკული დაგისვათ, როცა პირი ამობს, რომ ამადამ პირმა სასჯელი ახსოვებს დაწესებულების თანამშრომელმა მცემა ან მაწამა და გამოიძიეთ. მაშინ ის პირი, რომელიც ბრალდებული სკამზე შეიძლება აღმოჩნდეს, იტყვის ანალოგიურს და ეს არ იქნება სწორი მიდგომა თუ იმ მოწმის ჩვენებას აპრიორი დაუშვებელ ჩვენებად მივიღებთ და ეს არ არის სწორი მიდგომა. თითო ჩვენება ბოდიში რაც შეეხება შეწყალებასთან დაკავშირებით თქვენ შეკითხვას ვიდრე შეწყალებაზე დავიწყოთ საუბარს, მაშინ გიპასუხოთ გიორგიმ და უკვე გადავიდეთ შეწყალებაზე. საზოგადოებას მინდა განუმარტო, იმიტომ რომ აქ მარტივად ყვილი ითქვა, არ დაკითხულა არავინ სასამართლოზე, იმედა ლიპარტელიანი ვინც ახსენა უამრავჯერ მაქვს მისი ჩვენება წაკითხული, საერთოდ არ ეხება ბაჩანა ახალაიას დროს და ეს ადამიანი იძახის. მე ვიყავი იქ, სადაც მოხდა ბუნტი. მე ვხედავდი, რომ ისროდნენ ცეცხლ მოკიდებულ პროსტინის, ანუ ზეწრის ნაჭრებს და მე ვხედავდი, რომ შემოვიდა სპეცნაზი. აი ეს არის ამ ადამიანის ჩვენება. ესეთი ადამიანები დაკითხული არიან დაახლოებით 40-50. მარტივად, რატომ არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული იმ 6 კრიმინალური ავტორიტეტის ჩვენება, რომელზეც ახლა არის საუბარი. უკაცრავად. არ უნდა გაზიარებულიყო, იმიტომ რომ წინა ორი განაჩენი, რომელიც საქმეში არსებობს, ცალსახად ამბობს, რომ ამ ადამიანების ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, გამომრიცხავი და მოსამართლე იძახის, რომ მე არ ვეყრდნობი ამ ადამიანების განაჩენს, ვინაიდან არის ურთიერთსაწინააღმდეგო გამომრიცხავი და მათ ჩვენებებს ეწინააღმდეგება სხვა საქმე არ იყო, ეს განაჩენი დევს ამ საქმეში. და 73 წელი მოხლი ბატონო კახა დარწმუნებული ვარ, რომ კარგად იცით და დღეს რატო არ საუბრობთ იმაზე, რომ მე და თქვენ ბრალდების და დაცვის ხარ, რაზეც შევთანხმდებით, ის განაჩენი და მასში მოყვანილი ფაქტური გარემოებები არ შეიძლება შეიცვალოს. მადლობა გიორგი, 73 მუხლი იცის კახა, მაგრამ არ იცის მაყურებელმა, ამიტომ მე მინდა დავასრულოთ ძალიან მოკლედ გთხოვთ ოთო ნათია და შემდეგ უკვე შეწყალებაზე ვისაუბროთ. კახა თავისუფლად მართებულად აღნიშნავს, რომ თუ წამებას ექნება ადგილი ნებისმიერი განცხადება უნდა შეისწავლოს გამოძიებამ, სხვა მტკიცებულებებთან ერთად მარტო მისი განცხადებით თუ დავსაჯეთ ჩვენ ციხის თანამშრომლები, მაშინ დაგვენგრევა. ამიტომ მტკიცებულებად ერთობლიობა საჭირო, მაგრამ როდესაც ცალსახაა ერთი მხარის დაინტერესება, რომ მეორე მხარეს რევანში განახორციელოს, ამ შემთხვევაში კანონიერი ქურდების რევანში, გაჩვენახალაიას წინააღმდეგ,
ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ამ მოწმეების სანდოობა უნდა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. აპრიორი არ გაიზიაროს არ ვამბობ, მაგრამ ისევე როგორც თქვა დედა, რომელიც ჩვენებას აძლევს რომ შვილს არაფერი არ უქნია, დედის ჩვენება არ შეიძლება განვიხილოთ ჩვენ როგორც სანდომტკიცებულებად. ასევე არ შეიძლება ბუნტის ორგანიზატორების ჩვენებები, რომ ისინი ანგელოზები არიან და ბაჩო ახალაიამ ჩამოართვა მათ ადმინისტრაციის ოფშიაკის საკრების უფლებები და შეზღუდა, ესე იგი, ისინი ციხეში, ამათი ჩვენებები განვიხილოთ როგორც ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება. მე ვამბობ, რომ მოწმის ჩვენების სანდოობა განსაკუთრებით ამ შემთხვევებში უნდა დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს არის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი, მათ შორის დღევანდელი სახელმწიფო. განაჩენი არ გამოდის. დაგვეჩაგრა ძალიან. განაჩენი არ გამოდის არც დროს, ეხლა აქ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას აქვს ადგილი. არანაირი განაჩენი სამი მოწმის ჩვენებაზე ან ორი მოწმის ჩვენებაზე მხოლოდ არ გამოდის. და საქმის გამოძიებას და ბრალის წაყენებას არ ხდება ერთი მოწმის ჩვენებაზე და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. საქმეში უნდა იყოს მტკიცებულებთა ერთობლივი ბაზა, რომელიც გიმყარებს ეჭვს, რომ ნამდვილად ამან ჩაიდინა. გამოვიტანოთ მარტო რომ თუმცა ადვოკატი ამბობს, ბაჩოხალაიას ადვოკატი ამბობს, რომ აი ამ ბოლო საქმეზე ერთი მოწმის მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მე არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ საქმის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ახლა აქ ვენდობის სასამართლოს აქ არ ვენდობი არ გამოვა. იქ სადაც გაამართლა კაი მოსამართლეა და აქ კიდე სასამართლო სისტემა არ ვარგა, იმიტომ რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ეს არ არის სწორი. მე ვფიქრობ, რომ ამ საქმის დეტალებზე თუ გადავალთ, ვინაიდან ჩვენ არ ვიცით და ვერ ვილაპარაკებთ, კარგი იქნებოდა რომ პროკურორი ყოფილიყო მაშინ და მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პროკურორი ჩვენ გვინდოდა რომ აქ ყოფილიყო, მაგრამ ის აქ არ არის. სისტემაზე და ფაქტებზე ერთის ხრივ ჩვენ გვაქვს გამამტყუნებელი განაჩენი ამ სასამართლოს ხელმძღვანელობით, მეორეს ხრივ ჩვენ გვაქვს გამომართლებელი განაჩენი ამავე სასამართლოს ხელმძღვანელობით და პირობებში. ახლა აქ ჯერა და იქ ჯერა არ გამოვა. მე აუცილებლად უნდა ვუპასუხო გოგამ სახალხო დამცველთან მიმართებაში რაც თქვა. ალბათ ძალიან კარგად იცი ეს საქმეები შესწავლის პროცესში ნამდვილად არის და ძალიან კარგად იცი რომ სახალხო დამცველის აპარატს გაკეთებული აქვს კონკრეტული რეკომენდაციაც. უშუალოდ ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით მე არ მახსოვს რომელ ბრალთან დაკავშირებით იყო, მაგრამ როდესაც მოწმეები დაკითხული, უბრალოდ დაზარალებულად ვინც იყვნენ ცნობილი თავიდან. დიახ, ერთ კონკრეტულ кейსზე და არა სისხლის სამართლის საქმეზე. დიახ, მაგრამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ისიც კარგად იცი რომ ჩვენი კანონმდებლობის კანონის თანახმად ხომ სახალხო დამცველის შესახებ ჩვენ კომენტარებს თვითონ განაჩენთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ. ან მით უმეტეს როგორ უნდა გავუკეთებინა, როდესაც გამამართლებელი განაჩენი დადგა, რაც შეეხება. დიახ, მაგრამ გამამართლებელი განაჩენი დარღვევებთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი არის აქ აღკვეთი ღონისძიებასთან დაკავშირებით და გითხარი რომ ამასთან დაკავშირებით შევისწავლით ყველა თითოეულ განჩინებას და ეს აუცილებლად მოხვდება სახალხო დამცველის ანგარიში. რაც შეეხება თვითონ არსობრივად საქმეს, იმ საქმეებზე რომელიც დამთავრდა, ორი საქმე იყო ბრალებზე, ეს ვთქვათ, დავკონკრეტებით, იმიტომ რომ თითოეული საქმე შეიცავდა შეიძლება ორ ბრალს, მაგრამ ორივე საქმე, შეიძლება სამსეც. ორ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა, ბუნებრივია, ხო? გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით, თუ კი არის პროცესუალური დარღვევები, ბუნებრივია ამ საქმეს ვნახავთ და ჩვენი კომენტარი მოხვდება სახალხო დამცველის ანგარიშში. ალბათ იცი ნამდვილად ისიც, რომ სახალხო დამცველის მთავარი დოკუმენტი არის სახალხო დამცველის წლიური ანგარიში, რომელიც პარლამენტს წარდგინება და ეს საქმეები ისევე როგორც დიახ მოხდება აუცილებლად. ციხის ბუნთან დაკავშირებით უნდა ვთქვა აუცილებლად. ოთოს ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რომ არ შეიძლება და ამაზე იყო საუბარი, რომ კრიმინალური ავტორიტეტი იყო თუ ქურდია თუ ასე შემდეგ, ამ ადამიანების გაზიარება, მათი ჩვენებების არ უნდა მოხდეს, ხო, აპრიორი. ან მე ნამდვილად ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ მით უმეტეს ციხის ბუნტის დროს, ვინც შეიძლება ყოფილიყო, ანუ ვისაც ჩვენება მიეცა, იყო მხოლოდ პატიმრები, ანუ სხვა ადამიანი. პატიმრების ბევრი პატიმარი. დიახ, კი ბატონო. მაგრამ ჩვენებარი 6 კრიმინალური მე ნამდვილად არ ვიცი, ვისი ჩვენებებზე არის ეს. ეგ არის მნიშვნელოვანი ზუსტად. კი ბატონო, თუმცა ის რომ ეჭქვეშ აპრიორი უნდა დავაყენოთ იმ ადამიანის ჩვენება, ვინც შეიძლება ქურდული სამყაროს წევრია, ან თქვათ რაღაცა დანაშაული ჩაიდინა, ეს არის, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ შეიძლება თქვენ შეიძლება ის ნამდვილად კრიმინალური ავტორიტეტია, მე არ ვიცი. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც დაინვალიდდა წლების განმავლობაში, ისე მძიმედ იყო ნაცემი, უშუალოდ ციხის ბუნტის დროს ვიბლიანია თუ არ ვწდები გვარად, წლების განმავლობაში საწოლიდან ვერ დგებოდა. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანის ჩვენება რამდენად იყო აუცილებელი ასეთი ფორმით ამ ადამიანის ცემა, თუნდაც იმ ციხის ბუნტის და თუნდაც ყოფილიყო მონაწილე, ხო? ეხლა აუცილებლად უნდა ვთქვა ეს საკითხი, ციხის ბუნტის საქმე არის სისტემა
პრობლემა, რომელზედაც ორი საქმე არის ევროპის სასამართლოში გასაჩივრებული და ეს შეეხება არა მარტო ცემის ფაქტს, არამედ 7 ადამიანის პატიმრის სიცოცხლის მოსპობის ფაქტს და ორი ასეთი ადამიანის საქმე არის ევროპის სასამართლოში და განხილვის პროცესშია ერთ-ერთზე, სხვათა შორის დამთავრებული არის არსებითი ეს ვთქვათ შესწავლა საქმის და სავარაუდოდ მალე განაჩენიც გადაწყვეტილებაც იქნება. მაგრამ ერთ-ერთი პრობლემა რაც იყო ის ამაზე არასდროს ამ საქმეზე გამოძიება აი ამ ძალის გადამეტების ნაწილში არ ჩატარებულა. ეს გამოძიება ჭიანურდებოდა წლების განმავლობაში და არაერთი არა მარტო ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში არის მოხვედრილი, არის ისევე როგორც სახალხო დამცველის ანგარიში და არაერთ ადამიანის უფლებათა Human Rights Watch-ის ამბრალს საერთოდ არ ეხება. რაზეც ეხა თქვენ საუბრობთ, უბრალოდ საზოგადოებრივ შევიდეთ შეცდომაში. რაზეც ეხა თქვენ საუბრობთ, იმ ბრალს, რაც გაჩუახალა საერთოდ არ ეხება. საქმის დეტალები არის, თუმცა ციხის ბუნტის საქმე არის ნამდვილად პრობლემატური და ეს კარგი, ნუ გავცელოთ, ნუ ვისაუბრებთ ზოგადად რაც შეწყალების ნაწილზე უნდა ვისაუბროთ სწორედ ახლა და სწორედ ამ თემით დაგიბრუნებით. მე შეკითხვას, რომელიც ახლა დავუსვი გადავამისამართებ ახლა გიორგისთან. გიორგი, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ აფასებთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რამდენად კანონიერი იყო ბაჩო ახალაიას შეწყალება? მოდი დავიწყოთ საუბარი იმაზე, რომ თავად შეწყალება რატიფის აქტ წარმოადგენს. მე ბოლო პერიოდში ბევრი ადამიანისგან მესმოდა კანონიერების ჭრილში პრეზიდენტის შეწყალების განხილვა და მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ზოგადად მართებული პროცესი, იმიტომ რომ საქართველოს პრეზიდენტს ნებისმიერი მსჯავრდებული პირის შეწყალება შეუძლია, მიუხედავად იმისა, არსებობს მსჯავრდებულის თხოვნა, თუ არ არსებობს თხოვნა, მსჯავრდებული ინანიებს დანაშაულს თუ არ ინანიებს დანაშაულს, მსჯავრდებული დაკავებულია, პატიმრობაში იმყოფება თუ არ იმყოფება. მეორე საკითხი არის თავად ამ მიღებული გადაწყვეტილების წონა, პოლიტიკური წონა, ტვირთი, რომელიც უნდა ზიდოს სახელმწიფოს მეთაურმა, როგორც პრეზიდენტმა და მისი პოპულარულობა ან არაპოპულარულობის საკითხი. მე პირადად ვთვლი, რომ არ არის მიზანშეწონილი პრეზიდენტი იყენებდეს შეწყალების უფლებამოსილებას ისეთი ტიპის დანაშაულების შემთხვევებში, როგორც არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, ან ღირსების შემნახავი და მამცირებელი მოპყრობა, იმიტომ რომ ეს წინააღმდეგობაში მოვიდოდა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან, მაგრამ ბუნებრივია პრეზიდენტს შეუძლია ნებისმიერი ადამიანის კიდევ ერთხელ ხას უსვამ შეწყალება, ხოლო გადაწყვეტილების პოპულარულობის და არაპოპულარულობის ტვირთი, ეს არის პოლიტიკური ტვირთი, რომელიც უნდა ატაროს თავად პრეზიდენტმა. შესაბამისად, დღეს სხვათა შორის იყო ინიციატივა, რომელიც მოვისმინე სახალხო დამცველის ოფისიდან გაჟღერდა, რომ კანონით დაწესდეს გარკვეული კრიტერიუმებიო იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შემთხვევაში როგორ რომ ნუ ისევში ვიტყვი რომ თვითონ დებულებაში ესეთი ჩანაწერი არ უნდა იყოს რომ ექსკლუზიურად აქვს პრეზიდენტს. მიუხედავად იმისა, კი ბატონო, ანუ საუბარი არის რომ გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეს პრეზიდენტს, კრიტერიუმები დაუწესდეს პრეზიდენტს იმასთან დაკავშირებით, რომ განახორციელოს, რა შემთხვევებში განახორციელოს შეწყალება და აქაც მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი ესეთი შეზღუდვის დაწესება, თუ კი ამას თავად პრეზიდენტი საკუთარ თავს არ დაუწესებს, იქნება წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან. საერთოდ, როდესაც კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური ეს არის პრაქტიკა, ეს არის სახელმწიფო მეთაურის ფუნქცია, ეს არის სახელმწიფო მეთაურის ფუნქცია, ერთ-ერთი უფლებამოსილება უფრო სწორად, ეს არის ყველა იმ სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი, სადაც სახელმწიფოს მეთაური არის ის მკვეთრად გამოკვეთილი, როგორც ჩვენთან პრეზიდენტია მაგალითად, და ეს არ მოდის რაღაც ეს არ ახალია, ხო, ეს მეფეებიდან მოდის, ესე ვთქვათ, ჯერ კიდევ როგორც სახელმწიფოს მმართველებიდან. რაც შეეხება შეზღუდვების დაწესებას, თუ კი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარია, რომ ეს უნდა გააკეთოს პარლამენტმა კანონის სახით, ეს იქნება აბსოლუტურად არასწორი და არაკონსტიტუციური, ხოლო თუ კი პრეზიდენტი თავის თავს დაუწესებს ამ შეზღუდვას, ეს შეზღუდვა შესაძლებელია მან თავკუთარი ბრძანებულებით დაიწესოს, ან ის ბრძანებულება მეორე დღესვე გააუქმოს და მიიღოს აბსოლუტურად განსხვავებული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ კონსტიტუცია მას ამის საშუალებას აძლევს. ანუ კონსტიტუცია ლიმიტირება შეზღუდვებს არ უწესებს პრეზიდენტს, ხოლო ტვირთი პოლიტიკური უნდა იტვირთოს თავად მან. მე მინდა ძალიან მოკლედ რომ თქვენც ისაუბროთ ამ თემაზე, ჩვენი დრო სამწუხაროდ უკვე იწურება. ახლა რა დამოკიდებულება გაქვთ თქვენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებისგან? იმ საკითხში, რომ ფორმალურ სამართლებრივ თვალსაზრისით ის რომ პრეზიდენტმა შეიწყალა ბაჩანახალაი აქ ამ კანონდარღვევას ადგილი არ ქონია, იმიტომ რომ პრეზიდენტისავე ბრძანებულება ანიჭებს განსაზღვრულ უფლებამოსილებას. კონსტიტუცია და არ ბრძანებული. არა, კონსტიტუცია არ ანიჭებს იმის უფლებას, რომ ყველა შეიწყება. გიორგი, ერთ წუთი. 2004 წელს მიიღო პრეზიდენტმა 2004 წელს მიიღო პრეზიდენტმა ბრძანებულება, რომელთაც განისაზღვრა შეწყალების წესი. 2004 წელს ამ ბრძანებულებაში არ ეწერა
ის ექსკლუზიური მუხლი. და 2005-ში მაისში. კი, და მაშინ რო განეხორციელებინა შეწყალება, ანუ ამ ცვლილებამდე, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი არსებობდა, არ იქნებოდა, ხო? ხო, ანუ თუ ბრძანებულებაში არის კონკრეტული ჩარჩო გაკეთებული და გამონაკლისს ეს წესი არ იცნობს, მაშინ პრეზიდენტს ამის უფლება არ ქონდა. ერთი წუთი. არ გაასაჩივრებს თუ არა სხვა საკითხება. გიორგი, დავამთავრებ სად უნდა იდაოს, ვინ უნდა იდაოს? ეს არის სამართლებრივი. რაც არ საჩივრდება, არ ნიშნავს იმას, რომ კანონიერი არა. არა, ამასთანავე თუ კონსტიტუცია აძლევს პრეზიდენტს ამის უფლებას, თუ კონსტიტუცია აძლევს პრეზიდენტს ექსკლუზიურ უფლებებს, შეიწყალოს ნებისმიერი მსჯავრდებული, მაშინ რა საჭირო ასეთი ბრძანებულება? არ დაიწესო ჩარჩო და ნებისმიერი პირის შეწყალების უფლება შეგიძლია. კონსტიტუციაში არის ზოგადი ჩანაწერი და კიდევ ერთხელ კონკრეტულ ფაქტს, რომ 2004 წელს როცა მიიღო პრეზიდენტმა ეს ბრძანებულება, სანამ 2005 წელს შეიტანდა ცვლილებას, მანამ მას არ ქონდა მაგალითად უადო პატიმრის შეწყალების უფლება, თუ ის არ მოიხდიდა 25 წელს. ესეთი გამონაკლისები შევიდა 2005 წელს და 2005 წელს უფლება ქონდა თქვენ ამბობთ, მაგრამ გაწეული შესაძლებელი. როდის ერთად დავამთავრე. ანუ 2005 წელს პრეზიდენტმა სწორედაც იმიტომ შეიტანა ეს შესწორება და დამატება ამ აქტში, რომ მანამდე ესეთი უფლებამოსილება არ ქონდა და რომ ქონოდა ცხადი ამ შესწორების საჭიროება არ დადგებოდა დღის წესრიგში, ხო, ძალიან მარტივი. რაც შეეხება რომ არ საჭირდება ის, რომ არ საჭირდება ეს საკითხი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანონიერია. რაც შეეხება რითი უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი, ერთი არის, რომ თვითონ პრეზიდენტის ბრძანებულებაში პრეზიდენტმა შეიტანოს ცვლილება და თვითშეზღუდვა დაიწესოს, მაგრამ ეს იქნება ისევ რისკის შემცველი, იმიტომ რომ ერთი კვირის მერე ან მეორე დღესვე შეუძლია თავისუფლ ბრძანებულება კიდე შეცვალოს, ხო? ამიტომ გიორგი ზავეთანხმები იმ ნაწილში, რომ პარლამენტს ამ ეტაპზე კანონის მიღება არ შეიძლება, რომ რაღაც ჩარჩოები დაუწესოს პრეზიდენტს, მაგრამ თუ პარლამენტი შეცვლის კონსტიტუციას და ჩაიწერება, რომ შეწყალების საკითხი დარეგულირდეს კანონით დადგენილი წესით, მაშინ პარლამენტს შეიძლება მიიღოს კანონი და განუსაზღვროს პრეზიდენტს ფარგლების შეწყალებს. ეს ალბათ უფრო სწორი იქნება და დაზღვევა მოხდება იმისა, რომ რომელიღაც კონკრეტული პირი ვინც არ უნდა იყოს მომავალში ერთი კონკრეტული არ ისარგებლოს ასეთი განუსაზღვრული უფლებამოსილებით, საკუთარ თავს არ მიანჭებს იმის უფლებამოსილებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ბაჩანახალა ეს შეწყალება კანონიერი არ იყო, მაგრამ მოდი სხვა კუთხით შევხედოთ, რამდენად სამართლიანი იყო ის ადამიანები, ვინც ძალიან ბევრი ადამიანი აკმაყოფილებს ამ ბრძანებულებით დადგენილი კრიტერიუმებს, მაგალითად მოიხადეს სამისჯილის, ასჯილის, 1/3 ინანიებენ დანაშაულს და ასე შემდეგ რაღაც კრიტერიუმები არის ამ ბრძანებულებაში გაცილებით. ისინი თუ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებზე, მათი შეწყალება არ ხდება. ამავე დროს არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ და მათი შეწყალება ხდება. ეს როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანი მიდგომა ამ საკითხისადმი, ხო? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის სამართლიანი მიდგომა. პრეზიდენტი სწორედ სამართლიანობის პრინციპით უნდა იყენებდეს ამ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და მან არ უნდა გააჩინოს, ასე ვთქვათ, არათანმიმდევრულობა. ყველა შემთხვევაში უნდა თან რაღაც სტანდარტით უნდა მოქმედებდეს. თუმცა ამ შემთხვევაში საბოლოოდ მაინც სუბიექტური დამოკიდებულებით ხდება. შერჩევა რამდენად სამართლიანი იყო, მაგალითად თქვენთვის მაშინ ამნისტია, რომელიც პარლამენტმა ამნისტიის შესახებ, რომელიც მიიღო პარლამენტმა. კანონი, რომელიც არა ინდივიდებს შეეხო, არამედ დანაშაულს შეეხო. ზოგადად ნებისმიერი სახის შეეხო ზუსტად ინდივიდებს პოლიტიკაციების ნაწილში შეწყალება. სახელებზე და გვარებზე იყო აპელირება, იმიტომ რომ ვერ დაგეთანხმები, ამნისტია პოლიტპატიმრების ნაწილში იყო ინდივიდუალური, სწორედ სახელებს და გვარებს შეეხო ადამიანების პარლამენტმა ჩამოწერა სახელები და გვარები და მეორე ხელები რამდენის გინდა იმდენი ვილაპარაკოთ, ეს ძალიან დიდი თემაა, მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ შეწყალებაზე, აქ ერთი მომენტია, რომ თვითონ შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს აცხადებდა და შეგიძლიათ კითხოთ, რომ ადამიან ქალები არ შეიწყალა, 3 თვე ჰქონდათ დარჩენილი სასჯელის დასრულებამდე 3 თვე. და ფაქტობრივად შეწყალების კომისიამ მისცა რეკომენდაცია, რომ იქნებ შეიწყალო ბატონო პრეზიდენტო და თქვა, რომ არა არ შევიწყალებ და ამავდროულად შეიწყალა ის ადამიანები, რომლებიც მსჯავრდებულები იყვნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. აქ საქმე რაშია? ახლა აქ პრობლემა იმაში კი არ არის. კი, ნამდვილად ახლა შეგვიძლია ბევრი ვიდაოთ, გქონდა თუ არა. ჯერ პირველ რიგში იქიდან ვიდაოთ, შეგვიძლია იურისტებმა ბევრი ვიდაოთ, საიდან უნდა ჩაითვალოს ადამიანი მსჯავრდებულად. ახლა პირველი ინსტანციის განაჩენი კანონიერ ძალაში არ არის შესული, ის უკვე მსჯავრდებულად ითვლება ჩვენთან და რამდენად სწორია ეს. ეს კიდე ცალკე თემა, მაგრამ მეორე თემა კიდე ერთი.
ის ადამიანი, რომელიც მთელი 9 წლის მოღვაწეობის პერიოდში აცხადებდა ნულოვან ტოლერანტობას ითხოვდა ყველასგან. ადგილზე ლიკვიდაციას ითხოვდა. ითხოვდა ყველას ციხეში, მათ შორის ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის. ეს მისი სიტყვებია, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის. ის ადამიანი, რომელმაც გაგვიყვანა პატიმრების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზე და ის ადამიანი, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ აცხადებდა, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი კრიმინოგენური ვითარება, რომ ქუჩაში ვეღარ გახვალ, იმიტომ რომ პრობლემაა. ის ადამიანი, როდესაც იღებს შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას ისე რომ კომისიას არ ეკითხება კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, აბა არის აქ შეწყალების საფუძვლები თუ არა, მე ვფიქრობ რომ ეს არ არის სწორი. კანონიერად მას ამის უფლება ჰქონდა, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ არ ქონდა. რაც შეეხება კონკრეტულად ბაჩო ახალაიას საქმეს, მე ამ ყველაზე დანარჩენზე ვილაპარაკე, ეხლა ახალაი. მე ისეთი შთაბეჭდილება დამჭა სიმართლე რო გითხრა, რომ მას დიდი სურვილი ბაჩო ახალაის შეწყალების არ ქონდა. იმიტომ რომ მას რომ ქონოდა დიდი სურვილი ბაჩო ახალაის შეწყალების, ის შეიწყალებდა ბაჩო ახალაიას იმ 240 მსჯავრდებულთან ერთად, რომელიც შეიწყალა მანამდე. იმიტომ რომ ბაჩო ახალაიას თხოვნა, მოგახსენებთ, ბაჩო ახალაიას თხოვნა, ამ ბაჩო ახალაიას ოჯახის თხოვნა შეწყალებასთან დაკავშირებით არ იყო საჭირო იმ ბრძანებულებით, რომელიც განსაზღვრავს შეწყალების მიმდინარეობას. აქედან გამომდინარე, რომ ზდომნოდა, ისედაც შეიწყალებდა, იმიტომ რომ უკვე განაჩენი იყო გამომტყუნებელი. მაგრამ ის ჩავარდა უხელხო მდგომარეობაში, ერთის მხრივ მან შეიწყალა 240 განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული, მეორეს მხრივ გამომართლებელი განაჩენი დადგა, ოჯახმა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ იქნებ მიმართოთ პრეზიდენტს, ამავდროულად ის ჩავარდა უხელხო მდგომარეობაში ბაჩო ახალაის მეგობრებთან, რომლებიც არიან ნაცმოძრაობის სახეები და უბრალოდ თქვენ ნახეთ კიდევაც მის განცხადებაში, რომ მეო შევიწყალებ მიუხედავად იმისაო, რომ ამ კონკრეტულ დანაშაულშიო ციხის ბუნთანო კრიმინალებთან და იძულებული არ გახდა უბრალოდ საკუთარი პოლიტიკური მომავლის გამო, ვინაიდან მათი გზები შეიძლება კიდე გადაიკვეთოს, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, თორე რომ ყოფილიყო ინიციატორი თვითონ 240 კაცთან ერთად შეიწყალებდა უბრალოდ ბაჩო ახალაია. მადლობა. იქამდე მივიდა ბოლოს ოჯახმა თქვა შეიძლება საერთოდ არ მიმართა. არის საუბარი, ნუ სამართლებრივად ყოველთვის ხედავთ, რომ ეს კანონიერია და ამას საუბარი ზედმეტია. როდესაც პოლიტიკურ წონაზე არის საუბარი, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ პრეზიდენტს სამართლებრივი წონა დაუჯდება ის, რომ შეიწყალა ბაჩო ახალაია და მისთვის ეს ადამიანია ღირებული და მისი პრინციპები და მის მიერ გაკეთებული საქმეებია ღირებული და დღევანდელ ხელისუფლებას პოლიტიკურ წონა დაუჯდება ის აქტი, რომელიც ის შეთანხმების აქტი, რომელიც განახორციელა ბედუკაძესთან, ლადო ბედუკაძესთან და ეს მათ უნდა ატარონ უკვე ეს ტვირთი და ღირებულებები, რომელიც აქვს ლადო ბედუკაძეს მარტივად რო თქვა და რომელიც აქვს ბაჩო ახალაიას, ეს უკვე საზოგადოება უნდა შეაფასოს და პოლიტიკურ ტვირთსაც ამის მიხედვით ექნება საბოლოო წონა. მადლობა. ჩვენთან დღეს იმყოფება ქალბატონი მარინა კიკნაძე, რეზო ჭარბაძის დედა, იმ ადამიანის, რომელიც პრეზიდენტმა ბაჩო ახალაიასთან ერთად შეიწყალა პუნქტის საქმეზე და ვახტანგ გორგასლის ორდენითაც დააჯილდოვა დღეს ქალბატონო მარინა. მე დაგისვამთ იგივე შეკითხვას, რომელიც მე ბაჩო ახალაიას მეუღლეს დავუსვი. თქვენთვის შეწყალების აქტის გამოცემა ნიშნავს თუნდაც ნაწილობრივ იმას, რომ თქვენი შვილის დანაშაულის აღიარება მოხდა? იცით გიორგი, მოდი ასე დავსვათ საკითხი. მან დანაშაული მიმართა კი პრეზიდენტს ჩვენ ოჯახმა მიმართეთ, იმიტომ რომ მე ამდენი წლის განმავლობაში ვხედავდი მათ 8 წელს რას აკეთებდნენ ისინი. ნამდვილად იმ ციხის მუშაობის პერიოდში ეს ძალიან მძიმე პერიოდი იყო, იმიტომ რომ ძალიან მძიმე შრომა უწევდათ. თვითონვე ისეთ სიტუაციის პირობები იყო ციხეში, როცა შევიდნენ, რომ არ იყო ადვილი იმ სიტუაციის გაკონტროლება, დამორჩილება, იმ პატიმრების თუ რაც ხდებოდა და მე მინდა რომ აქ მათ ნამდვილად არ ჩაუდენიათ ისეთი რაღაც, რომ ან შესაწყალებელი ქონოდათ საქმე და ან მისასჯელი ქონოდათ. ეხლა მე იურისტი არ ვარ, იურიდიული თვალსაზრისით ვერ მივდგები, მაგრამ სუფთა მორალური თვალსაზრისით მათ ნამდვილად არც ეს დანაშაული ჩაუდენიათ, არც შეწყალების ფორმით მიუმართავთ თუ გინდ სამართალდამცავი ან თუ გინდ პრეზიდენტისთვის. ეს
და ამიტომ მე მიმაჩნია რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ და ამიტომ არც დიახ და ბუნებრივია უნდა მიიღოთ ნამდვილად ეს ეწყალი. დიდი მადლობა. მე ბოლო შეკითხვა მექნება დავიწყოთ ოთოსგან. თქვენ ხედავთ და მე ამის შესახებ ვისაუბრე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამწუხაროდ დღეს დღევანდელ გადაცემაში არ იმყოფებიან. შესაბამისად, როგორც აღვნიშნე, ჩვენ უარი უთხარით ოპოზიციასაც, ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც მზად იყო, რომ მოსულიყო გადაცემაში და მიიღო დებატებში მონაწილეობა. პროკურატურის წარმომადგენლებიც აქ არ იმყოფება. აქედან გამომდინარე, ხომ არ ფიქრობთ, რომ რამდენიმე თვის წინ რომ გაგვეკეთებია ჩვენ ეს გადაცემა ამავე თემაზე, ფიქრობთ თუ არა რომ ხელისუფლება არ გაუშვებდა შანსს ხელიდან, რომ მოსულიყო და ესაუბრა ბაჩო ახალაიას შესახებ გამამართლებელი განაჩენების შემდეგ. ხომ არ შეიცვალა მათთვის რეალობა და მათთვის აღარ არის საინტერესო და არ არის პოპულარული ამ თემაზე საუბარი. შეიძლება წამგებიანიც კი და ამიტომაც არ სურთ მათ გადაცემაში მოსვლა ასეთ თემატიკაზე. ამ საკითხზე რთულია ალბათ ვარაუდების გამოთქმა. ერთი დაკვირვება, რომელიც შემიძლია გაგიზიაროთ, არის რომ ის რაღაც თავდაპირველი მოახსოვს რიხიანი იუსტიციის რიხიანი მინისტრი როგორ ამცნობდა, როგორ ამაყობს იგი დაკავების ოქმით და როგორი ამაყია რომ ვიღაცა დააკავა და მე ხა ბრალი წაუყენა და მონსტრები ურჩხულები და არიგებდნენ ამ ეპითეტებს და იყვნენ აი ესეთ რეჟიმში კონდათ გაატანილი, ასე ვთქვათ, სამართლებრივი ნაწილი. ჩვენ გვახსოვს ასევე მომავალი ექს-პრემიერ-მინისტრის განცხადებებიც, რომ თუ არ შეცვლიან რიტორიკას, მაშინ გაიზრდება რიგები და თუ არ გადააწყობენ ეხლა და არ მორჩებიან ტყუილების ლაპარაკს და ძალადობას არ შეეშვებიან, მაშინ ჩვენ გავაგრძელებთ დაჭერებს, ეს იყო კონტექსტი. ანუ ამგვარი განცხადებები, რაც ნაკლები გაკეთება, მით უკეთესი, ამ ეთერში სხვა შორის მე უსმინე მთავარ პროკურორს, რომელმაც ისაუბრა რაღაცა ნაციზმზე, რაღაც საკონცენტრაციო ბანაკებზე, ისაუბრა იმას დაკავშირებით, რომ თურმე გარეთ იმიტომ არ უნდა იყოს ბაჩო ახალაიანი ანუ მერაბიშვილი, რომ მოწმეები რომ შეხედავენ რომ ეს პირები გარეთ არიან, შეეშინდებათ და ესეთი გაუგონარი, ყოველად აბსურდული იურიდიული თვალსაზრისით რაღაც არგუმენტები წამოაყენა, რაც ნაკლებს ილაპარაკებენ აი ამგვარი არგუმენტებით, მით უკეთესი ზოგადად, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ისინი იყვნენ გახსნილები და იმ კითხვებს უპასუხონ, რომელიც საზოგადოებას აქვს. უპასუხონ იმ კითხვებს, რატომ დაიწყეს სისხლის სამართლებრივი დევნა, როდესაც მტკიცებულებები არ ჰქონდათ. უნდა უპასუხონ კითხვებს, რატომ ხდება ისე, რომ ასე ვთქვათ, ის ადამიანები, ვინც ნაციონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაში გადაბარგდნენ, მათ მიმართ კითხვები არ არსებობს. ავტომატურად ინდულგენციას იღებენ ისინი პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლის კვალდაკვალ. რატომ ხდება, რომ იგივე ვთქვათ, გელა ხვედელიძეს, რომელსაც ასევე თანამდებობრივ დანაშაულს ედავებიან 5,000 ლარიანი გირაოთ შუამდგომლობით შედის პროკურატურა და შემდგომ ეს ადამიანი თავისუფლად დასერინობს და ანალოგიური მიდგომები არ გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ამ კითხვებს მე ვფიქრობ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო როდესაც ეს საქმეები განიხილება, მინდა ტელემაყურებლებს უთხრა, რომ ევროკონვენციის მე-18 მუხლი მოიცავს უფლებრივ შეზღუდვას პიროვნების პოლიტიკური ნიშნით და შემიძლია გითხრათ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე, ისევე როგორც ბაჩო ახალაიას საქმეზე, სწორედ პოლიტიკური ნიშნით პატიმრობის გამოყენებას, პოლიტიკური ნიშნით დაკავების გამოყენებას და შემდგომ სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევას სწორედ პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამას ეხება აპლიკაციები და ალბათ სტრასბურგის სასამართლო ობიექტური იქნება და გვეტყვის პასუხს რეალურად რა ამოძრავებდათ მათი აზრით ჩვენ დღევანდელ ხელისუფლებას, როდესაც პოლიტიკურ დევნას ახორციელებთ. მადლობა. კახი, თქვენ თუ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს აქ იმიტომ არ იმყოფებიან, რომ გამამართლებელი განაჩენების შემდეგ მათთვის არაპოპულარულია ბაჩო ახალაიას თემაზე საუბარი? იცით, ძალიან კაი კითხვაა სხვათა შორის და საერთოდ ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანი ხელისუფლებაში მოდის, მე შემდგომში არ აქვს სურვილი ადამიანებთან კომუნიკაციის და ახსნის თუნდაც ან კითხვებზე პასუხების გაცემის, მით უმეტეს ისეთ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებისგან მოდის. ახლა რაც შეეხება, მე ყოველთვის ვფრთხილობ კონკრეტულ ადამიანზე ვილაპარაკო და მისი მოქმედებაში. მე შემიძლია ვთქვა, რომ მე თვითონ მიგძვნია რა სისტემა იყო ქვეყანაში, მაგრამ კონკრეტულად ამ სისტემაში ვინ ქმნიდა ამ სისტემას, ან ვინ იყო დანაშაულის ჩამდენი, მე ამაზე ვერ ვილაპარაკე. ეს უნდა გამოკვეთოს გამოძიებამ. ამიტომ ინდივიდზე მე ვერ ვარ. რაც შეეხება თვითონ კონკრეტულად
რატომ არ მოვიდა დღეს ხელისუფლება? ალბათ იმიტომ, რომ არ უნდა ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ ნამდვილად მისთვის არაპოპულარული თემაა ახლა საუბრობდა იმაზე, რომ აგერ რამოდენიმე ადამიანია სულ პასუხისგებაში მიცემული ძველი ხელისუფლებიდან. ამ რამოდენიმე ადამიანისგან აგერ ერთი ადამიანი, რომელიც ასოცირდებოდა იმ სისასიკესთან და ვისგანაც საერთაშორისო მიშა სააკაშვილიც ახდენდა დისტანცირებას, გახსოვთ თქვენ თვეების განმავლობაში და ბოლო განცხადებაშიც აღნიშნა, რომ ძალიან სერიოზული შეცდომები აქვს ჩადენილიო. აი ეს საქმეებიც კი დამთავრდა გამომართლებელი განაჩენით, მაგრამ არის კიდევ ორი ინსტანცია. ამ შემთხვევაში იცით მე მაგალითად მაინტერესებს თქვენ შემდგომში მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებაც რო იქნება უკვე ძალაში იქნებ მოიყვანოთ მართლა და კითხოთ ახალციხის საქმესთან დაკავშირებით და იგივე ახალაიებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ნამდვილად საინტერესოა პროკურატურის პოზიცია. მე მაგალითად გავიგე რომ ახალაიას საქმეზე მონაწილე პროკურორი დაწინაურდა და დაინიშნა ოლქის პროკურორად. ახლა მე ვიცი რომ როდესაც პროკურორი ამტკიცებს რომ ეს საქმე თავს დაიჭერს სასამართლოში და გამომტყუნებელი განაჩენი გამოვა და თუ არ გამოვა ასეთ შემთხვევაში როგორც მინიმუმ მისი საქმიანობის შესწავლა იწყება პროკურატურაში და აი ეს კითხვები ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ძალიან კარგი იქნებოდა თუ თვითონ პროკურატურა არა მონოლოგის რეჟიმში, არამედ ახსნა-განმარტების რეჟიმში აგვიხსნიდა საზოგადოებას რასთან ჰქონდა საქმე, იმიტომ რომ მართალია ერთის მხრივ საუბრობდნენ იმაზე რომ სისტემური დანაშაული იყო, მაგრამ მეორეს მხრივ უკვე 12 თვე გავიდა და სისტემური დანაშაულის ვერც გენერატორი და ვერც შემსრულებელი ვერ იქნა გამოკვეთილი და გამოვლენილი და პასუხისმგებლობის საკითხი დასმული. დიდი მადლობა. ვნახოთ როგორ გაგრძელდება პროცესები და ახლა ეს ვიცით ჩვენ და ამაზე ვისაუბრეთ, რომ უკვე წარდგენილი აქვს ახალი ბრალდება გირგვლიანის საქმეზე და ჩვენ მომდენო კვირებში და მომდენო თვეებში უკვე ვნახავთ როგორ წავა ეს პროცესები და დარჩება თუ არა ისევ ციხეში ბაჩო ახალაია. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, დიდი მადლობა ჩვენ სტუდენტებს, რომლებიც ესწრებოდნენ ჩვენს გადაცემას. არჩევანი ამით დასრულებულია, ჩვენ დაბრუნდებით მომდენო სამშაბათს. ნახვამდის.